მოდი ხიდი დამიწერე სახალხო. მოდა მოუყვეთ, ვინო ხალხმა ეგ ისტორია არის. ლავეს სიტყვა ყველას ესმის, ეს ფრაზა. ყველგან ისმოდა. ყველა ტრეკი ჰიტი ვერ იქნება და არც უნდა იყოს. რაღაც მომენტები არის, რომ იცი რომ აი ხლა მარკეტინგული გაყიდვების ხედვა ქონდა ყველა პროექტში. საიდან შემოვიდა მუსიკა შენ ცხოვრებაში? პირადად ძალიან დამეხმარა მუსიკა. შევცვლილიყავი ბევრი მიმართულებით. რას მუსიკა არ გესმის. როგორ შეიძლება არ გესმოდეს მუსიკა ხო გესმის? აი ეს რანაირად ამოვიღეს სამოსიფურცლიდან. უფრო მეტად შენი თავის ლიდერი ხარ თუ მენეჯერი ხარ? უფრო ალბათ ლიდერი ვიდრე მენეჯერი. ეგ პერსონაჟი არის ყოველთვის რაც სჭირდება ფესტივალს. ეგ არის მთავარი ამბავი ფესტივალის. მრავალფეროვნება და თანასწორობა. საქართველოს იდეა, რომლისთვისაც იბრძვი და იღწვი. რაც იყომდე, რაც არის ეხლა და რაც იქნება სულ. მრავალფეროვნება, თანასწორობა. თავისუფლება. აჩიკო გულედანი, მუსიკოსი და პროდიუსერი. ის არის ადამიანი, რომელიც ქმნის დიდ ღონისძიებებს და აშენებს კულტურულ ეკოსისტემას. მისი გზა იწყება ლეგენდარული მწვანე ოთახით. ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალის თბილისი Open Air-ის და სხვა უამრავი კულტურული სივრცეების შემქმნელი. მისი უნიკალური ნიჭი მარკეტინგულ ხედვაში მის ყველა პროექტში ჩანს. აჩიკო გულედანი არის მათ შორის, ვინც გიცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ რას ნიშნავს შემოქმედებითობა. აბარჩო. მოგესალმებით. სალამი, არჩილ, შენს მოგესალმები, მაყურებელსაც, სვენელსაც და გულშემატკივარსაც, რომელიც არ უყურებს. იმასაც მივესალმები. ეთერშია კაცმანის სხვა პოდკასტი, მე მყავს სტუმრად დღეს ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი გულშემატკივარი, ის ყოფილა ჩემი გულშემატკივარი, ერთად გავუკეთებია პროექტები და თანამოაზრე და ბევრ ფასეულობაში ვემთხოვით ერთმანეთს და შემიძლია ესე გავაგრძელო და გავაგრძელო. მიხარია რომ ჩემთან ხარ. კი ბატონო, თან მაისურით ისეთი გაცვი. მაისური, მოდი შევთანხმდეთ რომ მაისური არის შესაბამისო. მოდი ეხლავე შევთანხმდეთ ხარ არის ჩილას სტუდიაში რა ჩავიცვა თქვენ როგორც კი დავხედე ბრაზილ. ეგრევე გადავწყვიტე. მადლობა. სხვადასხვა რა არის ისტორია შენი გულშემატკივრობის? საიდან დაიწყე ამ ბრაზილიის ესეთ გულშემატკივრობა? Ну, მანამდე სანამ ნახავდი საერთოდ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს, 92 წელს. რაღაც ფილმები მქონდა ნანახი. პელეზე, ისეთი ზედაპირული გავლენა მაინც იყო რაღაცნაირი, მაგრამ 92 წელს ვნახე ნაკრები. პირველი თამაში მახსოვს რა, ანუ საბჭოთა კავშირს ეთამაშებოდნენ და რაღაც სხვანაირი ყვითელი, სხვანაირი შორტები და რაღაც ისეთი ატისებური მოძრაობები, სოკრატესი განსაკუთრებით. ზიკო და მახსოვდა, ну აი იქ დამთავრდა ყველაფერი. იქ შეგიყვარდა და ანუ იქ მივხვდი რომ ეს ეგეთი შენ ბავშვების ყველა ჩართე ამ სიყვარულში. ბევრი ხალხი ყავს ჩართული. გულშემატკივრობაში. რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა. მე მინდა კონტექსტი შევქნა და ვისაუბრო იმაზე რომ არჩილას მე საერთოდ შენ ოჯახთან რაღაც საინტერესო კვეთები ქონდა მთლიანად, ну ჩამოყალიბე. მურთაზი მამაშენი იყო ჩემი ლექტორი. აქედან დავიწყებ და მურთას მოკითხვა, დიდი მოკითხვა ჩემგან ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროფესორი იყო იურიდიულ ფაკულტეტზე. თამუნა შენი და იყო მეტეხში, მახსოვს მან შევხვდით ერთმანეთს მე 18 თუ 19 წლის ვიყავი, ისედან რომ დაბრუნდი და მუსიკას უკრავდი და ღამის კლუბში უკრავდი. ღამის კლუბი იყო მეტეხში და თამუნა იყო მაშინ მარკეტინგის დირექტორი იყო და გაყიდვების დირექტორი იყო, მე მგონი შენ მენეჯერი ხო? და მე საქართველოს ბანკში უკვე ნინი შენი ყოფილი მეუღლე იყო ჩემი გუნდის წევრი და აი ამის ყველაფრის კონტექსტში შევხვდით მე და შენ და მე მინდა ვთქვა სიამაყი და მაგაზე უნდა მოვყვე, არ შეიძლება რომ არ მოყვე. მე და აჩიკო იყო თავარი ალბათ ჩემი პარტნიორი მუსიკაში, მარკეტინგის გადმოთარგმნა მუსიკაში. მუსიკალურ თარგმანში. შენ და ბექა. გულედანი და შუკვანი. გულედანი და შუკვანი და კაცმანი და პირმანი. შენ რო ვიკრიბებოდით ხოლმე სტუდიაში. ეგ დამთავრებული იყო ამბავი. ხო, და ის იყო რა ქვია. აი ეგეც საინტერესო არის რომ
აი მე ესე კომფორტულად ანუ ახლა სხვასთან მე მგონი დათოსთან მიმუშავე პორჩხიზესთან რაღაცეებზე მიმუშავე ყველაზე და რაღაცეებზე სხვა გამოცდილება მქონდა და მე საქართველოს ბანკის პერიოდში მთლიანად მე და შენ რაც მე ვიყავი მან 9-10 წელი. ბევრი შემილია მოუყვე ძალიან რა. მოდა მოუყვეთ, ვინო ხალხმა ეგ ისტორია არის. ხო, ძალიან საინტერესო ამბავია, აი მარკეტინგული როგორ თქვა, ანუ თარგმანი, მუსიკალური თარგმანი, მარკეტინგული ამოცანების მუსიკალური თარგმანი. და მანდ მინდა აუცილებლად თქვა, რომ შემიძლია თქვა, რომ არ მიმუშავი არადოს ესე კომფორტულად, იმიტომ რომ თარგმანს მანამდე ბრიფი ჭირდება ძალიან სწორი. და არ არის ხოლმე მარტივი და გაგვივლია ჩვენ გზები, სულ ვართ ჩიხში მოვტრიალებულ ვართ, წავსულ ვართ, მაგრამ ყოველთვის გვიპოვნია გამოსავალი, მაგრამ თავარი არის, რომ არის ხოლმე ეგეთი რაღაც, რომ როდესაც მუშაობ ადამიანთან და მუსიკაზე მუშაობ, რაღაც ისეთი ის აქვს, რომ მე მუსიკა არ მესმის, მაგრამ რაღაც ესე ქენი, რომ ვერ ხვდები, რას მუსიკა არ გესმის. როგორ შეიძლება არ გესმოდეს მუსიკა, ხო გესმის. ხო, შეგიძლია მოყვე რა გინდა, ანუ გადმოსცე რანაირი პალიტრა გჭირდება, არ ვიცი. ნებისმიერ მიმართულებით რიტმული თუ ჰარმონიული. და მანდ მახსოვს, რომ აი ჩვენი ეს რაღაცნაირი თანამშრომლობა იყო ყოველთვის მე ხალისიანი ჩვენთვის სამუშაოდ რა. და მაგარს ვერთობოდი ჩვენ. ხო, ანუ მართლა ხალისიანი იყო და ჯერ ჩელენჯები იყო, ანუ უნდა ამოგვეხსნა რაღაც. დავიწყეთ აი ორი სიტყვით რო თქვა, დავიწყეთ ალბათ ერთი ტრეკით, მახსოვს რაღაც საახალწლო რაღაცა იყო. მე გაფერადებ შენ? არა, სანამ აქამდე love ეს სიტყვა ყველას ესმის თუ რაღაცა. ხო, love ეს სიტყვა ყველას ესმის. კი. მე მახსოვს, მოიწმეც ეს უნდა მოუყვე. ან ჯერ პირველ რიგში მაყურებელს ეხლავე გადავცეთ, უნდა აუხსნათ კონტექსტი რა. მე საერთოდ არა მარტო იმიტომ რომ არჩევს საინტერესო ცნობიერება აქვს და ბუნებრივი აქაც სიტყვას ამოვიღებ და ყველაფერს გავვლით იმ გზასაც უნდა გავიაროთ, მაგრამ მუსიკოსებს შორის ალბათ აჩიკოსთან ყველაზე მეტად საუბრობ საერთო ენაზე, ამან რაღაც 10 წლიანმა გამოცდილება მომიტანა და სულ ამბობდი, რომ არ არის მარკეტოლოგი და ამ დროს მარკეტოლოგი მუსიკოსია და მე მარკეტინგული ამოცანით მოვდიოდი მუსიკოსთან, მაინც უნდა დავაზუსტოთ ხო რა კონტექსტი. კი ბატონო. და არც მე ვარ მუსიკოსი, რომ მუსიკალურად ავხსნა ამოცანა რა არის, არც შეხარ მარკეტოლოგი, რომ ბოლომდე მარკეტინგული ამოცანაში შეხვიდე და ჩვენ სადღაც ამ ორ სამყაროს შორის ხდებოდით ერთმანეთს და უგებდით და ეგ იყო. ძალიან კარგი კვეთა. ხო, ძალიან მაგარი კვეთა იყო და მე მახსოვს შენთან მოვედი, ეხა გავიხსენებ ზუსტად. მე მოვედი შენთან და თქვი, არჩევ. აი, საახალწლო ჭირდება, რომ ყველა ერთი სიმღერა იმღეროს. მე მგონია, რომ ეგ იყო ბრიფი, ну ეხა ძალიან მოკლედ რომ მოვყვეთ, ბრიფი ეგ იყო. ჩართული და ინტერაქტიული იყო, რომ პირველი მცდელობები იყო მაშინ რაღაც, რომ ჩართული იყო მსმენელის მერე ამ ამბავში. ბოლოდ სიმღერა გამოუშვით და კარგია, კი არა, მათაც უნდა ემღერათ. ანუ ჩვენ უნდა გაგვეხადა ეს სიმღერა ჰიტი. ეს იყო პირველი ამოცანა იყო, რომ ჰიტი. ჰიტი დამიწერე. ანუ მე მოგადეჩი. მოდი ჰიტი დამიწერე საახალწლო. ხო, რაღაც. მაგრამ ხო და ხო ძალიან სახალისო იყო, იმიტომ რომ მართლა იმუშავა, კარგი იყო და ეს კვეთა ჩვენ ნახეთ ზუსტად როგორ უნდა გავაგებინოთ ერთმანეთს რაღაც. აი მარტივად რო თქვა, მთელი ალბომი გვაქვს გაკეთებული ერთად. მთელი ალბომი მუსიკალური, საერთოდ სხვადასხვა ჟანრების, მაგრამ მერე ვცადეთ და გავაკეთეთ მერე ეს ალბომი მთლიანად ჩავწერეთ და იდო იმას ბანკის საიძე და დაუკარით ლაივში მე ეს ლაივში დაუკარით. კი, ლაივში დაუკარით, ეს შევკარით რაღაცნაირად ეს სხვადასხვა ჟანრების და სხვადასხვა ანუ პერიოდის რაღაცა ეს ტრეკები რა და მე განსაკუთრებით მაყურებელმა შეგვიძლია შემეებთ ხო მე პოდკასტის გუნდზე პატარა მონაკვეთი ჩადოს აქ ანუ რომ უბრალოდ ის მელოდია ხო აი მელოდია რო გაახსენდეს ხალხს და ერთი რაღაცა მინდა მოუყვე, მანდ იყო ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი რომ სიმღერა მართლა გახიტდა, ანუ არ ვიცი სად ეს love ეს სიტყვა ყველას ესმის, ეს ფრაზა
ყველგან ისმოდა რადიოში, ტელევიზიაში, მე მახსოვს სუბოლოს ვიღაცებმა დამირეკეს შეიძლება ჩვენ კორპორატიულზე გავუშვათო ან რაღაცა ტელევიზიამ დამირეკა რომ ჩვენო დილის გადაცემაში გვინდაო ეს სიმღერა ანუ ისეთი ხდებოდა უკვე რომ მე რეალურად იცის სად მივხვდი რომ სახალხო ჰიტი გახდა ანუ უკვე რომ ყველგან რომ გავრცელდა აი მანდ მივხვდი რომ ბუნებრივად ვრცელდება ანუ ბუსტის გარეშე როცა მიაქვს ყოფილა ეგეთი შემთხვევები ხო ეხლა ყველა ტრეკი ჰიტი არ გამოდის მაგრამ ხიც ეგრევე ეტყობა რომ მე თავისთვის მირბის და უნდა დაეციო იქით პირიქით მაგრამ გარდა მაგისა შეხება ხიც ყველა ტრეკი ჰიტი ვერ იქნება და არც უნდა იყოს არ არის საჭირო იქ იყო უფრო კიდე სიღრმისეული ამოცანები მას მუსიკალურ აი რა მე გაფერადებს შენში იყო ძალიან იქ ტექსტშიც მუსიკალურ ასე ვთქვათ ქსოვილშიც იქ ჰარმონიაშიც და ბექას გარეშე არ იქნებოდა არაფერი რა თქმა უნდა ამაიამ სამუშაოში რამდენი რაღაც დევს რამდენი რაღაცის მოყოლა გვინდოდა და რაღაცნაირად გავხსეთ, ბევრი ვეცადეთ რომ გაგვეხსნა და მერე გაიხსნა. სანამ ეს დაიწერა, შეიძლება მაყურებლებს ისტორია არ იცოდეს. შენ დაწერე, პირველი მე რომ მოვედი საქართველოს ბანკის ჰიმნი მინდა რებრენდინგის კამპანია იყო. და შენ დაწერე რაღაცა ძალიან მაგარი ფეხბურთის ჰიმნის სტადიონური რაღაცა. არის იმ ალბომში დათო ლომიძე მღერის და არის ეგ ტრეკი შეჩენილი. ეგ მიმართულება გვინდოდა რომ სტადიონური ჩვენ ეგეთი მაგრები ვართ. და გახსოვს პოკუჩ გუბზე წავედით რომ გაგულახეს. ძალიან მაგარი ისტორია ეგეც უნდა მოყვე. მოკლედ დავწერეთ სიმღერა ჰიმნი მე-6 გზნობა იყო მთავარი ასე ვთქვათ ისე რომ. ხო, იმიტომ ის გიგზენი მომავალი იყო დაპირება და მე მახსოვს ის სიმღერა დავწერეთ ჰიმნი წნევიანი ბედნიერები ვართ მაგარი და ეხლა ვიგვაქვს ფოკუჩგუბზე მაინც კიდე კაი წამომწდა ფოკუჩგუბზე წავიდეთ თქო და კიდე კაი და ზოგადად ეხლა ავტორს და ეხლა მუსიკოს და ხატვარს ეხლა ზოგადად მის ნამუშევარზე რომ ჟელობენ არ არის ადვილი დასაძახებელი მაგრამ თქვენ არ არჩევთ წამოერთად მოვსმინოთ მარტო მე ამას ვერ გავუძლებთ ხო თან ისე ჩვენ ინკოგნიტოთ იქით ვიჯექი ხო იმის შუშის მიიღო უყურებ ჩვენ პოდკასტს არ დაგავიწყდეს გამოიწერე არხი დაალაიქე დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ აუ რა გვიქხსოვს ეს რა არის რა ვისეკაჩებით არ ვიცი რა გინ ან ცოტა სიფრთხილე იყო იმაში თვითონ რა მახსოვს რომ რატო წნევა რა გინდა ან სხვადასხვა მე ხო იცი ესეთმა თანამშრომლობ მე გამოვედი ფოკუჩგუფი შეხო გასულ ფოკუჩგუფი რომ მორჩა მოკლედ ისტორია არის ეგეთ ფოკუჩგუფზე იმენ დაგვასხეს მოკლედ და მე დარჩიო ჩუმად ვზივართ ერთმანეთს გადავხედავ და ერთხელ ორჯერ თან ორივეს ხო გჯერა რომ მაგარი რაღაცა დავწერეთ და ამ დროს ნუ ფოკუჩგუფი გვიგდებს ნუ არავის არ მოწონს და რაღაცა მომენტში მახსოვს შე როგორ გადმომხედე და ეხლა მე წავალო ერთი კვირა არ დამირეკო ცოტა ხანი ვიფიქრებ არა მართალი იყო ეგ რაღაც პონჩი გერა მართალი თვითონ ის ტრეკად ოკეი უბრალოდ ისეთი ემოციური ანუ შეხება შეიძლება არ ქონოდა მაინც როგორიც ქონდა შემდეგ ტრექსა სწორი იყო ანუ ეგ ყოველთვის უნდა შეძლოს მუსიკოსმა ნებისმიერმა პირიქით ხელოვანი არის როგორ გითხრათ წარუმატებლობა არის ერთ-ერთი მთავარი ისა მოტივატორიც და ზრდის საშუალებას გაძლევს თუ რაღაცას კარგად ვერ გააკეთებ და თუ გაიაზრებ იმიტომ რომ გაიაზრო რომ ეს არ არის რაღაც შენ არ ხარ აბსოლუტური ჭეშმარიტება ყოველთვის არ არსებობს ეგეთი რამ ანუ უნდა წარუმატებლობა მაგარი რამეა მოკლედ მე ვისარგებლებ იმიტომ რომ არჩევ მე მასო და მე ამის შემდეგად დაიწერა მე ეს მე გაფერადებ შენ რომელიც გახდა ჰიმნი და кайხანი საქართველოს ბანკის ყველა კორპორატიულ ამოზე შეკრებაზე ყველა ჰიმნივით უკრავდნენ და ჩვეულებრივი ჰიმნი საქართველოს ბანკის ერთი რაღაც არის თავი მაინც მინდა თქვა შეიძლება აუდიტორიას აუდიო ბრენდინგ ისა ვთქვათ აი ამ მარკეტინგს
ეთაში შეიძლება ესე არ იცოდეს ადამიანმა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თავიდანვე აქ იმდენი ინფორმაცია იყო მუსიკალური. გულისხმობ არა სასიმღერო ფორმას მარტო თვითონ, რაც შეეხება მთავარ მელოდიას, რომელიც შეიცავდა ბევრ თავის თავში ლოგოს ბევრნაირად გადმოთარგმნილი განვითარება ქონდა და შევძელით ორკესტრში გაშლაც, ბენდში დაკვრაც, ყველანაირი, მაგრამ ის თავარი ინფორმაცია ყოველთვის იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი მე გავიზარდე, თქვენთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ მე საერთოდ არ ვიცოდი არც KLM-ის თუ რა ქვია, მახსოვს რომ რაღაც კომპანიების რაღაცას ნახეთ და ნამდვილად დამინტერესებულ ვარ, ეს არ იყო. ერთად გავიზარდეთ, რა პირველი პროექტი იყო იგი. ხო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომ აი როგორ შეიძლება სწორად კლასიკურად sound branding-ი, audio branding-ი როგორც კეთდება, ალბათ პირველად ნახე მე ქვეყანაში და გავაკეთებ მაშინ შენთან ერთად ეს პროექტი. ანუ მეც ეგეთი პროექტი ხო, მე არ ვიცი მაინც რაღაცას ერთად გავიარეთ, ხო, ანუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიო. ეს არის უბრალოდ კაი სიმღერა დაწერე და დაამთავრე, ანუ სანამ წერას იწყებ, აი მახსოვს რომ ყოველთვის ვეძახდით ერთ წუთიან ტრეკს რომელზეც ვსენჯავთ, სანამ სიმღერა იქნება და სადაც მთელი ინფორმაცია უნდა იყოს, უნდა წარმოიდგინე, როგორ გაიშლება ეს სხვადასხვა მიმართულებებით რა. მანამდე წინასწარ ფიქრობ, როგორც მოკლედ არჩევ, მე მაქვს მაგლიერება პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის ასი 10 წელი შემიძლია ბევრი ვილაპარაკო, მართლა გავიხსენო ყველა ტრეკი და ძალიან სიამოვნებაა. იცი რა არის არჩევ, მაგრამ საქართველოს ბანკი არ იყო ერთადერთი, შენ ბევრი საინტერესო პროექტი გაკეთებული, მოდი ეს შევხედათ. მე როგორ გხედავ? მოდი ეგ საინტერესოა და რატო დაგიძახე შენ? მუსიკოსებსგან არ ვიცნობ ამ ქვეყანაში, მაგრამ რატო დაგიძახე შენ? იმიტომ რომ მაინც მე მაქვს ორი პოდკასტი, ერთი ბიზნეს პოდკასტი, მეორე ცნობიერებაზე, რომელშიც მე და შენ ეხლა ვართ, მაგრამ მაინც კავშირშია ერთ არხზე დევს YouTube-ზე, ანუ მაინც ეს ორი თემა ესე ვიბრირებს ერთმანეთს. მე მგონია, რომ შენ რაც შეეხება მუსიკას და კომერციალიზაციას კარგი გაგებით, აი მარკეტინგული ხედვა არ ქონდა მარტო საქართველოს ბანკის პროექტებში. მე მგონია რომ აი ეს მარკეტინგული გაყიდვების ხედვა ქონდა ყველა პროექტში, რაც გააკეთე. შემიძლია ვთქვა მადლობა და სადაც უფრო ფეხბურთს გავიხსენებდნენ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რაც ძალიან კარგი იყო, ანუ სწორი იყო. და ასევე ეს ხო რაღაცნაირი გამაერთიანებელი, ანუ რა გულისხმობ, იცი სპორტი არის გაერთიანებული. თან ფეხბურთს, ანუ ესეთი ისაა, ანუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ იმ მომენტში, ამას არ დაეწია სპორტული, ასე ვთქვათ, შედეგები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველაფრისთვის. და ეხლა მე ვარ საქართველოს, რომელიც ვატოხავთ სადაც ინფოსთან ერთად გავაკეთეთ და იქაც ბრიფი იყო შესანიშნავი. პროდუქტის შესანიშნავი ბრიფი იყო, ანუ მე ვარ საქართველოს, ყველაფერი მოვიდა გამზადებული და ძალიან კარგი, ძალიან ბევრი რაღაც წავიკითხეს, რატო გამოიკითხე. ანუ ვილაპარაკეთ ამაზე, ეს უბრალოდ დაბრახუნებული სიტყვები არის. და დიდი ხანი ვიმუშავეთ ამ ტრეკზე და ეს ტრეკიც არ არის მარტივი, ეს არ არის რაღაც სასიმღერო და შლაგერი, ან თუ რა ქვია, ჰიტი. არა, ცოტა სხვა ბევრი. არ ვიცი ხალხს ესმის თუ არა, იქ შენ ხარ ვენახი არის და ამის გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო, რომ შენ ხარ ვენახი აგვეყო, ეს ძალიან სარისკო რაღაცა. რა იყო რისკი არჩევ? საერთოდ შეხება ეგეთ ის კი არა, რომ არ შეეხო და რაღაც ანუ ეგეთ მუსიკალურ მასალას, რომ სწორად გაიარო იქ ჰარმონიულად და სწორად გადაიღოს და არ იყოს რაღაცა მოგონილი ამბავი რა და მთელი რა არის სიმსები მუღამი, რომ ანუ 10-დან ალბათ 8 ადამიანმა არ იცის, ანუ ვერ ხვდება, რომ ეს ეგ მოტივია. შეიძლება ვიღაცის სიახლე იყოს, მაგრამ ემოციურად ეხება ყველას. ეგ არის მთავარი. კოდია ჩადებული ხარ? ხო, იმიტომ რომ აი ეგ რო ვთქვი და ბექ მოდი შენ. და აი დიდხანს ვიფიქრებ, მოდიცადოთ რა გამოვა რა, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს უბრალოდ რაღაც მისამღერი, just აი ცოტა ბრიტპოპული მიმართულებით კი არა, პირიქით, ცოტა უფრო ქართული მიმართულებით გინდა წავშოდიყავით და
არ თავის შედეგი ხო აქვს. ეხლა ჩვენ ვუკრავთ კიდე რომ წვანე ოთახი ამ ტრეკს. ჩვეულებრივად კონცერტებზე open air-ზე დაუკარით ეხლა რა. ნუ ისეთი დრაივი აქვს რა. დღევანდელობაში განსაკუთრებით რა. ხო, open air-ს კიდე ცალკე შევეხები. მოკლედ ეს პატარა გახურება იყო, უბრალოდ რომ მაყურებელს და მსმენელს კონტექსტი გამეზიარებინა, რომ არჩილთან მაკავშირებს დიდი ხნის პარტნიორობა, საქმიანი პარტნიორობა, ჩვენ ბევრი პროექტი გაგვიკეთებია ერთად და ყოველთვის სიამოვნება შენთან მუშაობა და ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენ საერთო ენას ვიპოვი და ეს არის დიდი ფუფუნება. კი ბატონო. ეხლა წავალთ პოდკასტის გზით, პოდკასტის გზა არის ესეთი, ისევ ჩაგაყენებ საქმის კურსში, შეიძლება არ ქონდეს ნანახი, მაგრამ მაინც ვიტყვი. იდეა არის, რომ 100 მთავარი კოდი, 100 მთავარი სიტყვა დებს ამ ჯამჭურჯალში. რომლიდანაც უნდა ამოვიღოთ ერთ-ერთი და მიმჟევოთ მასზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იდეა ამ პოდკასტის არის, რომ თუ სიღრმესეულად შევხედეთ სიტყვებს, არა ზედაპირულად როგორც ვართ შეჩვეულები, რომ სიტყვებს ესე დავფიქსეთ რა. დავფიქრდით, გავაცნობიეროთ, ვილაპარაკოთ, შევხედოთ რა გვაქვს საერთო, რა გაგვანსხვავებს, მივცეთ შესაძლებლობა ერთმანეთს, რომ თან განსხვავებულობა ვიპოვოთ ერთმანეთი. ეგეც აღნიშნოთ. კარგი გაგებით აღნიშნოთ, რომ განსხვავებულები ვარ და ისიც აღნიშნოთ, რომ რაღაცაში საერთო ვართ. და ეგ არის სამყაროს სიმდიდრე. ჩვენ თუ ეს ერთმანეთს მოусმინეთ, ამ მუსიკას შემოდის მოსმენას ცოტა ისეთი. ერთმანეთს ესე რომ მოусმინეთ, რომ ამ განსხვავებულობა შეიძლება ვიზეიმოთ და არა და უპირისპირდეთ ერთმანეთს და უმტკიცოთ, არა, მე ჩემი სიმართლე მაქვს, არა, მე ჩემი სიმართლე, არა, მე და გიმტკიცებ, რომ მე უფრო უკეთესად ხედავ ჭეშმარიტება რა არის. ანუ სამწუხაროდ ეგ არის პარადიგმა აზროვნების და კომუნიკაციის რაშიც პრინციპში ყველანი ვართ გაზრდილები და ყველანი ვცდილობ, რომ ეს პარადიგმა უკან გავწიო და ცოტა ახლებური პარადიგმა შემოვიდა. კი ბატონო. გაწყობს ეგეთი? რა თქმა უნდა, ეგოს დამცრობა არის პირველი ნაბიჯი სიმართლის გზაზე სიარულისკენ. რაც აუცილებელია. შენ როგორ გესმის ეგო? აქ ერთ-ერთი სიტყვა იქნება, მაგრამ მაინც უკვე შევენება. ეს ბევრი სხვადასხვა რაღაცი პრიდან შეიძლება დავინოთ რა კონოტაციით იტყვი, მაგრამ აი ნეხს მოგიხსნი. ჩვენ აქ პოდკასტში ვაბობთ ყოველთვის, მოიცმეცეზე მე. ჩვენ ყოველთვის ვაბობთ, რომ პოდკასტში სწორი და არასწორი არ არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალიან ბევრი წერტილიდან შეიძლება დაინახოს სიმბოლო აზრიც და ეხლა მე მინდა ისეთი კონოტაცია რაც აქვს, ანუ ეგოცენტრიზმი, რასაც ქვია რა, ანუ რაშიც ეგოსადაც გეხმარება, სადღაც ხელს გიშლის რა, ანუ ბალანსი არის მნიშვნელოვანი. შენ როგორ გაგშენ ეგოსთან? იცი რა, ნუ არ მაქვს მარტივად, მაგრამ ვისწავლე დიდი ხნის განმავლობაში და ვისწავლე ის, რომ ყოველთვის რაღაცნაირად უნდა გაწიო შენი თავი უკან. ყოველთვის შენი თავი რაღაცნაირად შენ თავში ეძებო რაღაცები პირველ რიგში და ადამიანთან თუ გაქვს ურთიერთობა იმას რაღაცნაირად უფრო სიყვარულით შეხედო, ნაკლებად მეტი მისგან აიტანო შენ ეცადო რაღაცნაირად უკან გაწიო და ეხლა ზოგი რაღაცა სირბილეს თუ ანუ ხასიათის ბევრი სხვადასხვა ვერსიებია, ხო ზოგი ფიცხია, ზოგი ისეთია, ზოგი ესეთია. მაგრამ მე მგონია რომ ეგ არის მთავარი ამბავი, საერთოდ რომ აკონტროლო ბალანსი რა, ამ ეგოსი რაღაცნაირად, სადაც გჭირდება, სადაც საჭირო. ჰადაჰა. ხო, ეხლა მე შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ვიღაცაზე უკეთ, ვიღაცაზე ცუდად, მაგრამ რაღაცნაირად რაღაცები დამუღაებული მაქვს, როგორ შეიძლება ეს აკონტროლო. და რანაირი პერსონაჟია, აი ეგოს გადმოსახედნად ცოტა ხანი რომ შევხედოთ, აი რა პერსონაჟს თამაშობდა, თუ თამაშობ ჩვენ ხო შექსპირის მეტაფორა რო გამოვიყენო, რომ ჩვენ სულ ყველას ანთი ცხოვრება არის თეატრი და ჩვენი მსახიობები ვარ. საბოლოო ჯამში შინაგან თეატრს გულისხმობ. გასაგები. შენ რა პერსონაჟს ხედავ? აი ესე რო შეხედავ. ჩემს თავში. ვიცი, სხვადასხვანაირს. გააჩნია სად ვარ. სცენაზე სხვა პერსონაჟი ვარ. სცენაზე რა პერსონაჟი? საერთოდ სხვანაირი ალბათ. იქ სხვა მოცანებია და იქ ხო ცოტა უფრო მეტი ეს უნდა მიცე რა, როგორ გითხრა, თავს მეტის უფლება შეიძლება მიცე, არის მომენტები რა, თუმცა არ უნდა გადაამეტო. სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა პერსონაჟი
ვივართ ყველა ვარიანტში. იცი რა არის, ეგ გაუცნობიერებლად ხდება. ყველა ვარიანტში, იმიტომ რაღაც მომენტში თქვა ზიხარ აი ჩვენას ვიცენებით მუშაობდით, ზიხარ ფიქრობთ, ან მსჯელობ რაღაცაზე, განიხილავ, ან უსმენს ქვის შენიშვნას, ან საერთოდ სხვა პერსონაჟი ხარ მაშინ. უნდა ეცადო, სულ ერთი პერსონაჟი თუ ხარ, ძალიან გაგიჭირდება. თუ როგორ გითხარი, როგორც მანქანა დაკავს პირველი სიჩქარე, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე თუ რაც აქვს, ანუ ეგ სიჩქარების ცვლა საჭიროა. შენ აი კონკრეტულ პერსონაჟზე გითხავ. აი როდესაც შუქი გაითიშა ფესტივალის დროს. და იმ დროს გამოხვედი და ბოდიშს უხდიდი მსმენელს. კი ბატონო. ეგ ვინ იყო ეს პერსონაჟი? ძალიან ძიმე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ეგ პერსონაჟი არის ყოველთვის რაც სჭირდება ფესტივალს. ანუ არასდროს არ უნდა გამოწიო შენი ემოციები წინ და უნდა იცოდე რა არის პასუხისმგებლობა და ის დამიგახ პასუხისმგებლობა და რა გაქვს გაცემული დაპირება თუ რა ხდება ხალხი შენგან. ხო, შენგან. იმას საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ბექში, ვინ როგორანაირად. და შენ ხარ პასუხისმგებელი რაღაცებზე. ბევრს ეს არ ესმის, ზუსტად ეგოზე როცა ვლაპარაკობთ, ეხლა მე ამის დეტალებში ნაკლად არ მინდა შევიდე. იმიტომ არის საინტერესო ალბათ, მაგრამ ეგ არის ეგოების ჭიდაობას და იმას მოყვება ხოლმე ეგეთი რაღაცეები. რატოს ვიცი ამ კითხვის არჩევ, ნახე, თვითონ ეგოს იდეა არის მე და სამყარო, ხო? ეგო არის მე. ანუ ეს მე კრეფსითია და ნუ ეს თვითონ არის იდეა. მე საერთოდ ჩემ მეგობრებმა იციან რომ მე ძალიან მიყვარს თვით გამოცხადებული რესპუბლიკა მე. ესე ვეძახი რა თვით გამოცხადებული გურული ამბავი ეგ. ხო და რას ვიცი? ის სეპარაცია რომელიც გვემართება, იმიტომ რომ იმ მომენტში მე და სამყარო, ესე იგი ვეჯიბრებით რა ერთმანეთს, მე ვეჯიბრები სამყარო, სამყარო მეჯიბრება მე და საბოლოო ჯამში სადღაც ვცდილობ რომ ეგოცენტრიზმი კიდე სხვა რამე, ეს არის როგორც მე მესმის ეგოცენტრიზმი, ეგ მინდა დავაზუსტო და თუ შენც ეგრე გესმის, ეგრე განსხვავებულად გესმოდეს. ეგაა თელი ამ პოდკასტისას. მე ეგოცენტრიზმი მესმის როგორც სხვისი საჭიროებების, გზნობების იგნორირება. ანუ მე მინდა მივიღო ჩემი and I don't give a shit. ანუ რაღაცა აი მე შემიძლია ეგოცენტრიზმი არის ჩემთვის აი ხო არის რაღაც საგანი. და აი ამ საგანს ყველა მხრიდან შემიძლია შევხედო, ხო? ანუ ბევრი სხვადასხვა წერტილი. ეგოცენტრიზმი როდესაც ერთი წერტილიდან უყურებ მარტო. და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავ, ვერცეს სწორედ მესმის ხო, ნუ ვერ ხედავ. ანუ ერთ პერსპექტივაში ხარ შესაბამისად შეზღუდული გაქვს, ანუ უბრალოდ განსჯის უნარი ვერ იმსჯელებ იმდენს ჟალებში, ვერ შეაფასებ რაღაცას ისე. შენ თავს ვერ დაინახავ პირველ რიგში. ანუ ესე რეფლექსიას ვერ მისცემ, შენ თავს ვერ ხედავ, ამას თუ ვერ ხედავ, შენ თავსაც ვერ ხედავ, მარტო ერთ წერტილიდან იყურები რა, გაჭედილი ხარ რაღაც საკუთარი თავის ან მოთხოვნებში ან წარმოდგენებში, რომ მე ვარ. აი მე გამიგია ეგეთი რაღაცა ეხა, რომ აი ეს ყველაფერი მე ვარ. და ხვდები რომ მან ადამიანს დარხეული აქვს, ანუ გაჭედილია. სადღაც რატო აქვს, რა დემონებით ცალკე საკითხია, მაგრამ ყველას თავის დემონები, ხო, რა თქმა უნდა რა, ყველას ჩვენი გვყავს. ამიტომ ეს არ შეიძლება ერთ წერტილიდან უყურო. უნდა რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რა უნდა შეძლო, შეცვალო. და როდის გაგიჩნდა უნარი, რომ სხვა პერსპექტივიდან შეგიხედა, რამ დაგიხმარა ზოგადად, რომ არ იყო, რა გიხმარება შენ, რომ არ იყო გაჭედილი შენ პერსპექტივაში და სხვის პერსპექტივას ხედავდე. სიყვარული პირველ რიგში. ანუ ადამიანის რომ ცადო, რომ სხვანაირად დაინახო. და რა თქმა უნდა დრო, იმიტომ რომ აი ჩემი თავი ვთქვათ, რასაც უნდა უცნაურად ჟღერდეს საბჭოთა კავშირში ცხოვრობდი ხო რაღაც პერიოდი. იმ დროინდელი რაღაც ფასეულობები, შეხედულებები რაღაცებზე რა. დღეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ხო, ანუ ეს დრო რაღაც სიყვარულის უნარი
და ეს ფასეულობები სადღაც ხო არ იყიდება ხო კიდია. მე მუსიკა დამეხმარა ძალიან. მე პირადად ძალიან დამეხმარა მუსიკა, ანუ შევცვლილიყავი ბევრი მიმართულებით. ანუ მუსიკა და ის ადამიანები, ვინც ამ მუსიკას ქმნიდნენ და მე რასაც ვუსმენდი. როგორც მუსიკალურს, ისე ანუ ტექსტს და ასე შემდეგ რა. იქიდან ოჯახი თავისთავად ცხადია და ბევრი სხვადასხვა რამ, მაგრამ მუსიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო გადარჩენისთვის. რა იყო, საიდან შემოვიდა მუსიკა შენ ცხოვრებაში? ანუ რა იყო კონტექსტი მუსიკის შემოსვლის? ოჯახიდან დაიწყო, საიდან შემოვიდა მუსიკა და როგორ ჩამოყალიბდა შენი გემოვნება მუსიკაში? ბატონო, ძალიან კონკრეტული პასუხი მაგაზე და ალბათ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ეგ და ზუსტად მახსოვს, რომ მე რაღაცა ცოტა ესე დაგეროტიპული ფოტო მეხსიერება აქვს ემოციური ერთად, აი მომენტი მახსოვს ის ყველაფერი მახსოვს, როცა მოხდა ხო, ანუ ბევრს აქვს ძალიან ეგრე. და ემოციაც გახსოვს. ხო, რა თქმა უნდა, ემოციაც მახსოვს. ეხლა ის რომ ბავშვობიდან რაღაცა ფირფიტები იდო და ელა ლუი რაღაცა. ხო და ვინ უსმენდა მაგ ფირფიტებს? მშობლები თქვა, მაგრამ ეგ არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. გადამწყვეტი ფაქტორი იყო, როდესაც Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ეგ ალბომი მოხდა ჩემს ხელში. როგორ მოხდა გან? ჩემო ბიძაშვილმა მაჩუქა, რომელსაც ჩამოუტანა მამამისმა ნამდვილი პლაფონის ნაღდი, აი ნამდვილი ალბომი. და მახსოვს რომ დავდე ეს ალბომი და როცა დაიწყო, თან ეხა მნიშვნელოვანი ამიტომ თვითონ ეს ალბომიც საეტაპოა მუსიკალურ ამბავში, საეტაპოა. საერთოდ აი მაგ ალბომის გამო მოხდა სხვა და სხვა ალბომები რო გამოვიდა. ან კატალიზატორი იყო ეგ ალბომი? ანუ Sgt. Pepper's-ი მას შეცვალა მიდგომა. მუსიკა ანუ გაუხსნა, თქვა, მაგის მერე გაჩნდა, თქვა, სხვა რაღაცები რა. თქვა, Bob Dylan-მა მოახდინა გავლენა. ამაზე ეს მოხდა. დომინოს ეფექტი ხო, ეს მოხდა და ანუ ეგ იყო განსხვავება, რომ მუსიკოს უბრალოდ რაღაც 3-15 რადიო ედიტების კეთება და მარტო გართობა არ არის. ანუ იქ შეგიძლია რაღაც კონცეფცია გქონდეს ალბომში, იქ შეგიძლია მოიგონო ამბავი, ისტორია, პერსონაჟები შემოიყვანო და რაღაც სხვა სამყარო შექმნა რა. და რა მოყვე, თქვა, ვოლი არ იქნებოდა რომ არ ყოფილიყო Sgt. Pepper's დარწმუნებული ვარ. ანუ ეგეთი კონცეპტუალური ალბომი, ძალიან კლასიკური მაგალითები მომყავს. და მე ხა მაგ დროს საერთოდ გონში არ ვიყავი, რას ნიშნავდა ეს ალბომი ან მუსიკისთვის, საერთოდ აზზე არ 14 წლის ვიყავი რა. გიტარის აწყობობის სწავლე მაგის ხათრით. რაღაც მისი სოლერეები ხო. ანუ რა მოხდა, რა ემოცია გაჩნდა? ფილმის თუ გახსოვთ პირველი ტრეკი, როგორ Sgt. Pepper's იწყება, ხო, მიდის და მე Billy Shears გადადის და იქ ხდება, იქ მანამდე რომ იწყება, ყველაფერს მნიშვნელობა არის, ორკესტრი ეწყობა, ანუ ცა იწყება ალბომი. აი დარბაზის ხმა და ორკესტრი ეს ტიუნინგი მიდის, აი ეს ხმები და მე და იწყება და მე აი იწყება აი შოუ რაღაც სასწაული რაღაცა იწყება და მაშინ ისე დამეჯახა ეს ალბომი მთლიანობაში რა რომ თან კარგი იყო რომ ტექსტი ქონდა უკან როგორც წესი ჩვენ ტექსტებს რაღაც ყურით რაღაცა ან ფილიპინა ბიჩ და რაღაცა makes me wonder დრო იყო ხო ანუ არ იყო არც YouTube არაფერი არ იყო და ეს ტექსტები აბარა ასიძახის და აი ხო კლასიკური მაგალითები ხო არის რავაშეთ დიმივლერ და ასე ხო და ამას ქონდა ტექსტი უკან იყო ბედნიერება ტექსტი ქონდა უკან რას მღერისო გაგიგო ანუ ჯერ რას ნიშნავს ეს სიტყვა და ასე შემდეგ და ამან ჩემი აზრით ამ ალბომმა უბრალოდ მე რაღაცნაირად გადამდგა რაღაცა რელსებიდან იმიტომ რომ მუსიკალური შვიდწლედი საერთოდ ზირო ანუ იქ მუსიკა არ იყო მიუხედავად იმისა რომ ბახს უკრავდი შეიძლება მესამე კლასში სადღაც მაგრამ ანუ არ ვერ მოქონდათ შენამდე ვისაც და მოეტანა ნუ ეკიდეს ხო ამბავი ხარ შევხედან მაგრამ Sgt. Pepper's-მა ეს მოახერხა რაღაც ისეთი იმპაქტი იყო რომ მე ნუ გაიხსნა არ მე გავიგე რა ხდება და ნელად 60-70 სამყარო გაიხსნა შენთვის ხო 60-70 წლების თელი მუსიკა წამოვიდა ანუ ეს Beatles-ი და მე წამოყვა და მე მახსოვს მართლა რომ აი მელოდია იყო ეგეთი მაღაზია და ბუტლეგი პეკინზე ხო ვინილები იყიდებოდა რა და ეწერა რომ ვინმე გავრილოვის ბოდიში ამ სიტყვაზე და ფონოტეკიდან ხდებოდა ეს ანუ ბუტლეგები იყო ყველაფერი და
იქ წამოვიდა ზეპელინი, დორსი და ასე შემდეგ და აი ყველა ვინილის დადება მახსოვს მომენტი და ეს ყველაფერი ხდებოდა მწვანე ოთახში, ეგრე ერქვა იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდი, ასე ერქვა მწვანე ოთახი და აი მახსოვს, აი უცებ დორსი ან ზეპელინის პირველი, ანუ ჩემი ისა რა, გამოცდილება ამასთან შეხების. რა თქმა უნდა, მე ხეს ყველაფერი ერთად რაღაცაში გროვდება და მე მახსოვს ვუსტოკი რომ ნახე და ასე შემდეგ. არ შეიძლებოდა არ შევცვლილიყავი. არ შეიძლებოდა, ან მას არ მოეხთინა რაღაცნაირი გავლენა და მახსოვს კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემმა მეგობარმა რაღაც ზეპელინის პერიოდი გვაქვს, ძალიან ფანები ვართ ამ ისე დღემდე ვარ მე, გონია რომ ეგეთ ბენდი საერთოდ არ არსებობს მეორე. ჩამოიტანა მათი ავტობიოგრაფია, პოლ კენდელი, მისი წიგნი, რომელიც ყველა გიგი, საერთოდ ყველაფერი ეწერა და რაღაც გაგანია 92 წელს დავიწყეთ ამის თარგმნა. წიგნის. ხო, გამოგვეცა. ხო ხდები როგორი იმ პერიოდში რამდენად აქტუალური შეიძლება ყოფილიყო, ალბათ რაღაცა 1%-ს აინტერესებდა, მაგრამ ჩვენთვის, ანუ აი ეს პროცესი 3 თვე, 4 თვე იქ ცხოვრება, ამის კეთება, რაღაცა სხვა რაღაცას წყვეტდა თან რაღაც რეპეტიცი, ცოტა სხვა რეალობაში ცხოვრობდით და შესაბამისად ამან ძალიან ბევრი რაღაცა მოგცა. მე პირადად ძალიან ბევრი რაღაც ცუდ სამარი და ძალიან ბევრი ალბათ იმას ახლა ყველა დემონი დამარცხდა თქო ვერ გიტყვით, მაგრამ ძალიან დიდი გზა გამატარა და ამიტომ მადლობა ყველას, ვინც ეს საჩუქარი ვიძღვნა ან მუსიკოსებს შემთხვევაში. ნუ ეხლა ცალკე წერლობა ეს ყველაფერი ლიტერატურა ცალკე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და ეგეც იყო რაღაც გავლენები ბავშვობიდან. სხვადასხვა მე უნდა მოყვე ისტორია. ჩემს მაგეთ პატარა ისტორია. მიუხედავად იმისა, ჩემ მშობლები უსმენენ მუსიკას და მეც მქონდა ფირფიტების კოლექცია სახში. მაგრამ აი მას არ მოუხდენია ზეგავლენა, მე მყავდა დედაჩემს ყავდა ბიძაშვილი და მასთან ერთად ერთხელ ვიმგზავრე, ძალიან პატარა ვარ, ვიმგზავრე ქუთაისში. ნორძივეთი ყავდა, ეგეთი რაღაცა მანქანა არსებობდა ეგეთი ზამოდაში. მახსოვს ზევეთი, სერიოზული განაცხადი. ხო, და ზევეთი და პიონერის მაგნიტოფონი ქონდა კასეტები. ვაუ. ხო და ნუ სასწაული რაღაცა იყო, მე ჩაბჯექი ვერ ხვდები კოსმოსში მგონია თავის მანქანა ვიცი არს, პიონერი ვიცი არს, პატარა ბავშვი ვარ და სულ ცეკვითი არა იმამდე რა ქვია ქუთაისამდე და რო შევხედე აი რაღაცა ეგეთი რო დაგემართება, ხო იცი? ეს მინდა, ეს მდგომარეობა მინდა. მდგომარეობა მომეწოდა. და მე დაიწყო ჩემი მუსიკალური კოლექციის ჩამოყალიბება, რომელსაც დღემდე კოლექციონერი ვარ და დღემდე ვაგროვებ ტრეკებს, ფირფიტებს, დისკებს, ყველანაირი თაობის მატარებელი რაც არსებობდა მუსიკაში. და როგორც გაბორ მათე ამბობს, ერთ-ერთი ადიქცია მქონდა იმისი კომპაქტ დისკების ყიდვა. მე ეგ ადიქცია მაქვს. ანუ მე სადღაცო ჩავდიოდი, ხა ციფრულმა ტრეკებმა შემისუსტა ეგ ადიქცია. ხო, გასაგები, ცოტა რაღაც მოსაწყენი გახადა უფრო რა. ხო, მე რო დავდიოდი უცხოეთში, ერთ-ერთი პირველი მაღაზია, სადაც შემეძლო მთელი დღე გამეტარებინა, იყო მუსიკალური მაღაზია. ანუ შენ ხო ზუსტად გახსოვს ის დღე მომენტი, განათება ხო გახსოვს? აი რანაირი ფერი იყო. გარშემო ყველაფერი სუნის საერთოდ ყველაფერი. ხო, აი ეგ არის ეს რაღაცა იმპაქტი, რომელიც რაღაც ემოციური, რაღაც მომენტი, რომელიც სulis შეიძლება ცხოვრებას და შენ არ იცოდე. შეიძლება იყოს სასიამოვნო, ანუ სიამოვნო. ხო, რა თქმა უნდა, მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ აი ეგეთ ემოციაზე, რომელიც გიცვლის, იმიტომ რომ მე სერჟანტ პეპერს დაკრული მაქვს ესეთი იმითი რა ქვია, ტენისის ჩოგბურთის ჩოგნით და გიტარა არ მქონდა რაღაც ის უფრო საკაიფოდ მეჭირა რა აკუსტიკური თავიდან ბოლომდე მაქვს რამდენჯერ იცი აი როგორც აი მე გამოვდივარ და ეს აი პატარა ან სრულად შიგნით ხარ ანუ იქ ხარ რა ანუ იმდენად იცი რა ადგილები მოგწონს სადაც არის იქ სადაც აი ხო რაღაც ტრეკში ადგილი რომელიც ბახ და ესე ხდება რა აი ზუსტად იცი მომენტს ელოდები რა ანუ რაღაც რომ მიხვიდე და ეს ხო რაღაცნაირი შემდეგიც მე მთელი ცხოვრება ამას მისდევ ამ
ცალსად ემოციას თუ რაღაც. მოდი ამოვიღოთ სიტყვა, თორე ჩვენი სიტყვა იქნება ჩვენ გავად ასტრალში. მოდი ნახოთ სამყარო რას გავაზობს დღეს. კი ბატონო, ეგრევე ლაც ამოვიღეთ და რია მენეჯმენტი ლიდერობა. გამარჯობა. ხო თქვი აგერ სცენაზე ვიჯექიო და არაფერს მნიშვნელობა არ ქონდა. პირველი რეაქცია რა გაქვს? აი ხა რომ ამოვიდა, რატო ამოვიდა ეს ორი სიტყვა? და პირველი რეაქცია რა გაქვს შენი აზრით? რატო გაძლევს სამყარო ამაზე სამსჯაოს? რა ხდება შენ ცხოვრებაში? ბევრი რაღაცა მოხდა რა მის გარშემო და ეხა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ასე ვთქვათ, ჩემთვის რა. იმიტომ რომ ეხა ამას რომ ვუყურებ ხშირად მიწევდა და მიწევს ეს ლიდერობა, ასე ვთქვათ, ლიდერობაში გულისხმობ რაღაცის გამაერთიანებლად ყოფნა, რაღაც მოტივატორად. შენთვის ლიდერი არის გამაერთიანებელი. ხო? სწორედ მესმის ახლა როგორც გაბიგე? ოკეი. გამაერთიანებელი. მენეჯერი რითი განსხვავდება ლიდერისგან? მენეჯერი კიდე უფრო სხვა ის არის რა, მე ამ რაღაცა გაერთიანებულში რაღაც დალაგება რაღაცების რა. და რთული საქმეა და თავარი საქმე ყოველთვის არის ჩემი აზრით აი რაღაც გუნდის ასევე ბალანსი, ერთმანეთთან ბალანსი, ეგოების ბალანსი და თავარი ამბავი ყოველთვის ამ ლიდერობაში ეს არის რომ ბალანსი არსებობდეს და გარემო იყოს კარგი. რაც მე ხშირად არ გამომსვლია და ჩემი ბრალია ბევრი რამ, მაგრამ რაღაცა უკვე ჩემს ხელში არ არის, იმიტომ რომ შეიძლება მე უფრო კარგი წარმოდგენა მქონდეს. მე რაღაც მოდელი მეგონოს სწორია. მოდი მაგალითებზე გავიაროთ, აჩქო. აი მაგალითად ბენჩი. ხო, ლიდერი ხარ თუ მენეჯერი? ფრონტმენი ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში, გიწევს ფრონტმენს ცოტა მეტი ახსენი რას გულისხმობ ფრონტმენი ნიშნავს, როდესაც შენ შეიძლება მთავარი კი არ ხარ, უბრალოდ შენ გიწევს ამის გაწევა რა, შენ თუ არ გამწევი, შენ თუ რაღაცას კარგად არ გააკეთებ, მთელი ამბავი რაც ნამუშევარია ჩავარდება. ფრონტმენი თუ ჩავარდა, არ არსებობს რა, იმის ამოწევა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაღაცნაირი playmaker-ი kind of კიდე უფრო სხვა რაღაცაა. просто მეტაფორულად მაინტერესებს ბიტლსში ვინ იყო ფრონტმენი? ბიტლსში ამ შემთხვევაში ცოტა ისეთი ის არის, იმიტომ რომ მეტაფორა ლაივის დროს მაქვს ლაპარაკი. ლაივის დროს სტუდიური სხვა რაღაცა. სტუდიურში გაქვს დრო და ამ შემთხვევაში არ ხარ მთავარი და გამწევი, რაღაც მომენტში ხარ, რაღაც იდეის გარშემო, თქვა რაღაც ტრეკი მოგაქვს, მე მუშაობ, მაგრამ იქ არ აქვს მნიშვნელობა. მან არ უნდა იფიქროს, ზუსტად მან არ შეიძლება იფიქრო, მე ვარ მთავარი. ეგ ართულებს სიტუაციას რა. მე ვარ ფრონტმენი და მე ვარ თავი, ეგეთი გადაობა გვაქვს მე და ბეკას. მე ვოკალი ვარ, შენ კი არავინ. ეგეთი და რო რახან ღერიგან რაღაცა, რახან იქ მუშაობ სტუდიაში, სხვანაირად ვქოთ მუშაობ. ლაივზე ვიძახი, ლაივზე გაქვს უფრო მეტი. ლაივი არის სპეციფიური ფორმატი, როგორც ხდება და საბოლოო ჯამში მას სხვანაირი მიდგომა ჭირდება. ხო, პერფორმანსია რა კონკრეტული, ეგ რაღაც ხო უნდა იყოს ენერგიულად უნდა შეგეძლოს გაცემა, კონკრეტულად სწორად ამ მუსიკალური ენერგიის გაცემა იმისთვის რომ იქიდან დაგიბრუნდეს ორმაგი, იმიტომ რომ თუ არ გიბრუნდება, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. აუცუდი მსმენელია და აუცუდი ხმის ყველანაირად ცუდი მსმენელიც მინახავს, ცუდი ხმის რეჟისორის და ცუდი ტექნიკას, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია თუ როჟა ხარ, ბუდიშტამს გაატანინო რა. გააკეთო. მე სადღაც მოუკარი ინტერვიუში თუ სადღაც ნახე რომ შენა კომენტარებდი რომ აი ეს წლევანდელი ოპენერი როგორ ჩატარდა. არ ქონდა მოლოდინი რომ ხელა ინტერესი ექნებოდა ფორმატი სპეციფიური იყო წელს, ხო? სპეციფიური იყო. მე შემიძლია დავიწყო რომ ყველაზე მაგარი ოპენერი იყო საერთოდ რაც ყოფილა. ბუდიში ყველა წელთან, მაგრამ მაქვს ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ ასე თქვა
ჩემი პირშოა ერთ-ერთი, ხო? და რითიმი ჟელო პარჩო ამას ვამბობ. დრაივით, კრაუდით, ანუ ენერგეტიკით, რომელიც მან ენერგეტიკით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სრულიად ქართული იყო და ჩვენ 15 წლის წინ საერთოდ ვერც ვინ ატრევდით, რომ მარტო ქართულ ბენდებზე შეიძლება ეგეთ დრაივი დადგეს. და ამაში ჩვენი წვლილი რაღაცა არის, იმიტომ რომ არის მარტო open air აქ ჩვენ newcomer-ები გვაქვს ეგეთი პროექტი, რომელსაც სადაც ვისმენთ ძალიან ბევრ ბენდს. სატელიტი პროექტია, ანუ open air-ის, უფრო შიდა მუსიკალურ წრეებში და ძალიან კარგი პროექტი ჩემი აზრით, რომელიც მოვიგონეთ მაშინ, იმიტომ რომ მუსიკოსები ვართ, ვინც გავაკეთეთ, ვინც ვქენით, ხო, მოდერნი ადამიანი. და რა იყო რა ის რომ ფიდერი გამختارიყო ფესტივალისთვის, ანუ რო იპოვო, შენ მუსიკოსებს ჯერ შეუქმნა იმის ჯერ იპოვნო უთხრა რომ მოდი მომასმენინი რაღაცა ადგილი მისე სადაც ისინი ერთმანეთს ნახავენ ერთმანეთს მოისმენენ სადღაც იქ გარაჟში სარდაფში თუ სადღაც უკრავენ რაღაცას ვაკეთებ რა და უცებ მოდის ტიპი და ისეთ მაგარ სიმღერას აძრობს შეიძლება დაკვრა ისე გადათარიც მაგრამ დიდი ამბავი რა დაკვრას ისწავლე ანუ უცებ ნახულობ რომ ვიღაც ძალიან მაგარი ფრანტმენია უცებ ნახულობ რაღაც განსაკუთრებულ იდეას ეს ხალხი ერთმანეთს უსმენს მე ერთად რაღაც პროექტებს აკეთებენ და ამბობს ხანერად რანაირად სივრცე ჭირდება მუსიკოს რაღაც სივრცე და ეგეთი არის ოპენერი ნიუკამერებიდან დაწყებული ოპენერი ერთ-ერთ წილად სადღაც ამას ქმნის როგორ აბალანსებ არჩევ ხა ოპენერი არის დიდი პროექტი ხარ არის პატარა პროექტი ხო ანუ ძალიან რთული კომპლექსური პროექტია ეს ბევრი ტექნიკა ბევრი გუნდია ბევრი მენეჯმენტია ანუ ბევრი რაღაცა არის და მენეჯმენტი აი ამ ფესტივალის და ამ დროს შენი მუსიკოს ძალიან რთულად და აი როგორ თანაცხოვრობს მენეჯერული ესეთი ცივსისხლიანი ზოგჯერ გადაწყვეტილებები რომელიც უნდა მიიღო და მეორე მხრივ აი ეს მუსიკოსობა და მუსიკისადმი ну ალბათ არ ვიცი ემოციური ბმა ალბათ ეხლა მის გარეშე შეხვარ იქნება აი ეს კონფლიქტს როგორ უმკლავდებ ძალიან რთული არის ხანდახან არის მომდერ ხვდები რომ ძალიან ბევრი დრო მიაქვს იმდენად ბევრი დრო რომ შენ რაღაცებს უკან გაწევა მომიძიე ნაღდათ ანუ ძალიან ბევრი თქვათ რაღაც გეფები თქვათ მუსიკალურ ცხოვრებაში ყოფილი რაღაც ისეთი პაუზები მაგრამ მაინც არასდროს ეხლა რო ფიქრობ ეგ არის თავის გამართლება რა ბოლო აუ ბევრი დრო მიაქვს და ვერ ვაგებ აი რა დრო არის თუ შესაბამისად მოიქცევი და სწორად ივლი გამონახავ დროს ხო და რა არის სწორად სიარული არჩ ნაკლები წუწუნი რომელიც ძალიან ვიყავს მე აი ანუ თან ეს რაღაცნაირი ადიქცია ესეც რა ან რომ ამაში ჩართული ხარ სუფიქოფალოტის აღარ შემიძლია რომ თავდება მე ისეთ სიცარიელია ორკვირიანი ანუ ფოთის იზმრებში დაიგებე რაღაც გესიზება თუ ანუ რჩება ეგ და მე კიდე გინდა ანუ კიდე შარს ეძებ რა ვეღარ ჩერდები რა ჯერ ერთი არც ამ შემთხვევაში რაც უფლებაც არ გაქვს ესე არჩევანი არ არის გამორთო რაღაც და მე მიჩვეული ხარ რაღაც ბიოლოგიურ სხეულია მიჩვეული რაღაც მომენტში რაღაცნაირად ესე სტრესში ყოფნას რაც მე ხო არ გინდა უნებრივია მაგრამ თან თურმე გჭირდება რომ იყო რაღაც დრაივში, იმიტომ რომ დრაივის გარეშე ძალიან მოსაწყენი. ხო და მანდ მუსიკაზეც შეიძლება ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ეხლა აი ზუსტად ლევანდელმა წელმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან და იქ რაღაც ეგ პრობლემები რაც იყო, ანუ ამის გადაფასება მოხდა ჩემთვის, ბევრი რაღაც გადავაფასე. მაგალითად რა? გადაწყვეტილებები მიღების ამბავში რა. სადღაც რაღაც მომენტში დავაყოვნე ჩემი აზრით. მისაღები იყო გადაწყვეტილება უფრო სწრაფად ვიდრე გააკეთე? კი, მაგრამ მაინც როგორც ქენი მაინც მგონია რომ ეს ისტორია ყოველთვის უნდა ბოლომდე გააწურინო რაღაცნაირად რა, რომ იქნება შეიძლება სწორია, შეიძლება არასწორია რა. ადამიანურად მგონია რომ სწორია და თუმცა შეიძლება მან დაგაზარალოს. მაგრამ რაც შეეხება იმ თავარ კითხვას, რომ აი როგორ ვაბალანსებ, აი ეს რომ ძალიან ბევრი დრო მიაქვს ამას რომ ვიძახდი მივხვდი, ეს არის საკუთარი თავის გამართლება, იმიტომ რომ იქ რაღაცა მოგატყდა ესე იგი რა, რაღაც
რაღაცა არ გაქვს რა და აბრალებ სხვა რამეს. აპრავებ. ხო, თავსი ამიტომ შესაძლებელია ყველაფრის კეთება. კი, დრო მიაქვს. და ადრე თქვა წვანი ოთახის პირველ წლებში სრულიად 24 საათი თქვა დაგებული ყავი ამით, იმიტომ რომ სტუდიაში ცხოვრობდი და it's okay. მაგრამ სულ ეგრე არ არსებობს ეგეთი რამე. ეტაპებია ალბათ ცხოვრებაში, ხო? შეიძლება რომ სულ ერთ და იგივენაირად იყოს ყოველთვის რაღაც. ყოველთვის არის საჭირო რაღაცა. თქვათ იგივე მენეჯმენტზე იმაზე თუ ლაპარაკობთ, ახალი სისხლი, ახალი რამ, სიახლეები და ყოველთვის არის საჭირო ეს ამ ბალანსის პოვნა და არ გამართლება თავის რაღაცას არ უნდა დააბრალო რა. შენ თვითონ მოდი რა, შეიძლება დრო არის. უბრალოდ შენ ფლანგავ ამ დროს. და ამ დროს რო ფლანგავ, იმით იმართლებ თავს რომ მე ძალიან დავიღალე და ხო უნდა დავისვენო თუ მე არ შემიძლია და რაღაცა იმაში ვარ სპორტში თუ დეპრესიაში თუ რაღაცაში და გადის ეს დრო და იმ დროს შეგიძლია რაღაცა სხვა გააკეთო და მუსიკა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსაჯანმრთელებელი რამ თუ შეიძლება რამე იყოს ესეთი არაორგანული თუ როგორ თქვა ანუ ყველაზე კარგი რამეა იმასთან თუ შეხებაში შედიხარ თერაპია რა თავისთავად მუსიკა არის თერაპია ისეთი ენერგია ეს გეძლევა აი უბრალოდ აი შენთვის რაღაცა რო გააკეთო და გამოგივიდეს აი შენ რომ მოგწონს ის შეიძლება შენს არ მოეწონოს საერთოდ მაგრამ აი ეს ტრეკი და ისეთ ემოციას გიტოვებს და ისე მოდი შევთანხმდეთ მუსიკის გარეშე ცხოვრება იქნება და ძალიან მოსაწყლე ძალიან რთული და აი ამაზე უარის თქმა რომ მე არ მცალია ამისთვის ეს არის თავის გამართლება. ამიტომ მე ვადანაშაულებ პირველ რიგში მე საერთოდ მგონია იცი რა არ ვიცი ეს ჩემთვის არის. ეხ შენთვისაც მაინტერესებს რა არის მუსიკა. ეს საინტერესო მე ვიტყვი ჩემი პატარა მე ხო იუზერი ვარ რა. შემქმნელი არა. ამავე დროს მუსიკა არის ჩემთვის ენა რომელთაც მე ვესაუბრები ჩემ თავს სამყაროს სხვა ადამიანებს კონცერტზე მივდივარ იმისათვის რომ ერთობა განვიცადო ექსტაზი აი ეს ერთად ოპნის ექსტაზი ეს თელი ენერგია რო იღურება და 60,000 კაცში რო ეს ენერგია რო რეალებს რაღაც საოცრება რა ანუ ეს მარტო სპორტში და მუსიკაში მაგანცილი მეტი არსად ეგეთი მასიური ის არ მქონია მაგრამ მუსიკა ჩემთვის არის ენა სიმდიდრის მაგალითად ეგეთივე სხვა ენა უცნაურია, მაგრამ ეგეთივე შევადარებ მთლად, იმიტომ მუსიკას უსმენ ყოველ დღე. ანუ მუსიკას მე მაგალითად გაღვიძებისთანავე, დაძინების წინ, მანქანაში შხაპს რომ ღებულობ, სულ მუსიკა მაქვს ჩართული. ანუ მუსიკა არის ფონური ჩემი როგორ თქვა, ვიბრაციის წყარო. ანუ რომელთაც ენერგეტიკულად რაღაცა ვიბრაციასთან მუსიკა ჩემთვის ეგ არის. შენთვის არის მუსიკა. მუსიკოსისთვის საინტერესო კითხვა. ანუ ხო, რა თქმა უნდა, იგივე, ნაკლებს უსმენ. ანუ ესე არ შემილია სულ არ შეიძლება შექმნისთვის ზუსტად ისე რა. არ ვიცი რატომ, არ ვიცი როგორ. ადრე იყო სხვადასხვა. ადრე იყო რომ სულ ეს ჩართული და სულ ბოლო ხმაზე და შემდეგ ეხა ცოტა სხვანაირად ეხა ცოტა რაღაც სხვანაირად ვარ. არ ვიცი ამ მომენტში ვერ ვიტყვი ზუსტად რატომ არის ეგრე, არ ვიცი, მაგრამ ეგ ვიბრაცია აუცილებელია ყოველთვის რა. და საერთოდ შეიძლება არ იყოს ჩართული რამე და ჩართული იყოს რაღაცნაირად. ეგეც მოსულა რა. მაგრამ აი არის ხოლმე რომ ხანდახან მუსიკას ემალები. იმიტომ რომ რაღაცა ემოცია იქ რომელიც არ გინდა რომ იყო შემთხვევა ჩემთვის რომ რაღაც ერთ ტრეკს ვერ ვისმენ ამას, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ხდის, ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან ცუდად ხდის რაღაცის გამო. ესე იგი, სანამ იმ რაღაცის გამოს არ გამოვასწორებ იმ ტრეკს ვერ დაუბრუნდები და ეხლა იმ ტრეკს მანტრასავით ვუკრავ. ანუ შემიძლია სულ დაუკრა, ანუ ჩემი არ არის სხვისი. რაც არის რა, შემიძლია დავდგე და ეხლა 1, 2, 3 საათი გაუჩერებლად ერთი და იგივე ვუკრა რა. იმიტომ კი რომ მეცადინეობ, ან მინდა რომ გავამოჯობესო რა. ანუ flow-ში შედიხარ, ანუ რა არის? რამოდენიმე თემა არის ჩემს ეგეთი რომ შემიძლია რომ აი
აუჩერებლად ერთი და იგივე. ეგება ეს თემა შენ ვიბრაციას ემთხვევა ხო ალბათ და რაღაცა არის რა. ხო, მაგრამ რაღაც მომენტში მახსოვს რომ ამას ვერ ვეკარებოდი. ანუ ვერ ვეკარებოდი რაღაც ეტაპამდე, რაღაც ეტაპის მერე, როდესაც რაღაცები გავასწორი, რაც უნდა გამესწორებინა ალბათ საკუთარ თავში, ანუ მომეცა საშუალება რომ დავბრუნებოდი. ანუ ამაში ეგ ვიბრაცია რაღაცნაირად მას ატარებს კიდე შიდა ინფორმაციას, რაღაც ფოლდერ კონკრეტულად, აი ნომერი ესა და ეს აჩიკო გულენანის იმაში ფოლდერში სხვანაირი რაღაც მას აღძრავს ხოლმე რა. ამიტომ მან არის ძალიან ბევრი ინფორმაცია ანუ ეს რაღაცნაირი ყველას ჩვენი აღქმა გვაქვს ხო აი კონკრეტული ტრეკის კონკრეტული რაღაც არ ვიცი ნაწარმოების ჩვენი აღქმა გვაქვს ანუ რამდენი ადამიანს არის იმდენი მუსიკა ხო იმდენი არჩო ეხლა ძალიან ბევრი დარწმუნებულია რომ ამ პოდკასტს ასევე დამწყები ან რა ვიცი ესე მუსიკოსი მოისმენს ანუ დარწმუნებული რომ შენი მოსმენა დაინტერესებს ამ ხალხს. რას ურჩევდი, ანუ აი როგორ გახადონ მე მაინც კომერციალიზაციას ყოველთვის ვეძახი, არა იმდენად რამდენ საბანკო ანგარიზე რამდენს გირიცხავენ. კომერციალიზაციას ვიძახი, როცა არსებობს ღირებულება და ეს ღირებულება არის აღქმული არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ სხვის მიერ. და მერე უკვე მოდის ამის ფინანსური ანაზღაურება. როგორ შეიძლება უფრო მეტად კომერციულად, იმიტომ რომ თუ მდგრადობა არ არის, მაშინ მუსიკით ვერ შენ ფუფუნება გაქვს რაღაცა კუთხით, მე ესე უყურებ, რომ შეიძლება საყვარელი საქმე აკეთო და არ კონდეს, არ ვიცი, რაღაცა სხვა საიდ ბიზნესები, რომელიც შენ გიწერენ რაღაცა საცხოვრებელ ფულს. და შენ ცხოვრობ იმითი, რასაც აკეთებ და რასაც ქმნი და ეგ ჩემი აზრით კარგი გაგებით ფუფუნება, ანუ როდესაც შეგიძლია მდგრადობა, ხო, არა. ხო, მაგრამ ხო, არ ამაქვს ეგ ხო და აი რას ურჩევდი, როგორ შეიძლება ეს მდგრადობა მოიპოვო? ეგება შენ რაღაცა ინსაიტები გაქვს, რომელიც შეგიძლია რომ გაუზიარო. ხო, საიდუმლო მან მგონი არაფერი არ არის. ერთადერთი გზა არის აი ვთქვათ, ესე რომ შევხედოთ, რომ მუსიკოსი ხარ პირველ რიგში. ისეთ ბედნიერებას უნდა განიჭებდეს ეგ ამბავი, როცა აკეთებ იმ მომენტში. იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, რომ ამასაც აკეთებ ძალიან გინდა. მერე ამას როცა ასხივებ, აი ისევ ვიტყვი იმის მაგალითზე რა, ვთქვათ ნიუკამერების მაგალითზე ვიტყვი, ხო აი 1000-ზე მეტი პროექტი აქვს მოსმენილი, წლევანდელი წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ბენდი მოვიდა 77. სულ ისტორიის განმავლობაში 1000-ზე მეტი ბენდი ყავს მოსმენილი? ხო, ბენდი პროექტი არ ვიცი სადღაც. კოლაბი რაღაცები. ხო, ყველანაირი, ანუ რაც წელს 77 იყო და ეხა ერთი ბენდი იყო, რომელიც best newcomer-ი გახდა. აი, showcase-ე ტიპები, აი ხო ჩვენთვის რაღაცნაირი მაინც უტინა ხომ მოისმინო, არ არის ეს რაღაც, რომ პირველი წლები, რომ ანუ კონცენტრირებული უსმენ რაღაც. ისეთი ენერგია გააძრო რაღაც ბენდმა showcase რო უყურებ იმდენად დარწმუნებულია თავის თავში იმდენად ბედნიერი ხო თავდაჯერებულია ისიც რაც აკეთებს რო აკეთებს მაგრა ევასება და ანუ მაგის გარეშე არანაირი კომერციალიზაცია არ არსებობს ანუ იმიტომ რომ არ არსებობს მე ამის გადატანა ხო რაღაც ემოციური ის უნდა მოახდინო რა ეხლა ვთქვი რომ 60,000 კაცი რაღაცნაირად ერთად ამას შვება არა იგივე ხა ფესტივალი გაქვს კრაუდი რომელიც საერთოდ იმდენად ღიაა გახსნილი რომ აი რაც გინდა ქენი რა ანუ შეცურე გამოცურე გააკეთე თუ მუსიკოსი ხარ ყველაფერს შეიძლება გააკეთო ეს არის მთავარი იმიტომ რომ მე რომ ახსენდება თქვა შემითავი რატო იმიტომ რომ სრულიად ანუ შეპრობილი ვიყავი ამ ამბით მაშინ სხვა და მაგრამ ისტორია შენ ამბობ აი ეს ობსესია შეპრობილი რო ხარ აი რამდენი ენტერპრენიორი მყავდა სტუდიაში რამდენი ინტერვიუ ჩავწერე შემიძლია თამამად თქვა რომ ობსესია საკუთარი იდეით ობსესია არის ის ერთ-ერთი ნიშანი არ არის ერთადერთი მაგრამ ერთ-ერთი ნიშანი რომელიც ამ წარმატებულ ენტერპრენიორებს აერთიანებს ხო აი რაღაც მომენტია აი ხა მე რაღაც იდეაზე დარწმუნებული ვარ რა რაღაც ცხოვრება რაღაც დავინახე ხო ეგ არის არანაირი შეიძლება ლოგიკური ამ მომენტში ან რაღაცნაირი ახსნა არ კონდეს ან
ამ მომენტში ფინანსური გეგმა რაღაც, მაგრამ ვიცი ზუსტად რომ აი იქ უნდა ვქნა. ან როგორც ვიცოდი, მანამდე რომ ფესტივალი, ან როგორც ვიცოდი რომ ბენდი უნდა გამეკეთებინ. რომ ამბობ რომ ვიცი. რაღაცა ხმა არის, ინტუიცია არის, რა არის ეს, აი როგორ ხვდები რომ ვიცი. აი რაღაც მექანიკა მომიღები. აი რა გითხრა, ან როგორ გრძნობ. ბურზგლა? ხო, თუ რა გიმართება? აი გრძნობ რომ ეგ არის, აი რაღაცნაირად ეხლა ეგ არის. იქ შეცდომა უნდა დავუშვა მე ხო რა გიჟივით არ უნდა შევარდე სადღაც ან გამოვარდე, მაგრამ რაღაც მომენტები არის რომ იცი რომ ეხლა რაღაცა მოაგროვე, რაღაც გააკ ენერგია და ეხლა უნდა რაღაც გააკეთო. იმიტომ რომ აი რომ გავიხსენ რა ცხოვრებაში ბოლო ეხლა რაღაც აი წვანე ოთახი იცის ხო? თბილისი ოფენერი იცის, ნიუკამერები ნაკლებად ვთქვათ უფრო მუსიკოსებია, მაგრამ ძალიან ძვირფასია ჩემთვის და აი სვანსეთი, სვანიჩკა რაღაცეები, ბევრი პროექტი გავიკეთებია, ბევრი რაღაც ერთად, ბევრი ტრეკი, მაგრამ თვითონ აი რა ბრენდი თუ რა ვარქო შექმნა. ყველა ყოველთვის იყო რაღაც მომენტში სადღაც ავანტიურის მომენტის გარეშე არც ერთი არ ყოფილა. ყველგან იყო რაღაცა გამბედაობა და რა თქმა უნდა. რა თქმა ეხა 99 წელს ბენდი ვინდა გავაკეთო, რა ჯანდაბა ავანტიურა ხო ის აინტერესებს ვაფშე ბენდი, მაგრამ არ ვინდა რა, უნდა ვიცი რომ უნდა გავაკეთო. ან ვიცი რომ ფესტივალი უნდა ვიცი რომ ეს უნდა მოხდეს, იმიტომ ფესტივალის შემთხვევაში ეგ იყო სუფთა რწმენის საკითხი, რომ არსებობს ხალხი, არავის არ ჯეროდა, რომ შეიძლება 10,000-ობით ადამიანმა ფული გადაიხადოს მუსიკის მოსმენაში, იმიტომ რომ სხვა ქცევის ნორმები იყო მაშინ, საერთოდ სხვა ამბავი იყო რა. სპორტულ ღონისძიებაზე ოკეი, მაგრამ აი აქ და პირველ ფესტივალზე მახსოვს, რომ არ არსებობს, რომ ჩვენ 1000 კანზე მეტი არ ვიყოთ, სადღაც ტუსოვკები რო არის რაღაც როკ ან პატარა, არ არსებობს, არ შეიძლება, ამიტომ მაგაში დავწმუნდით ეგრევე, უცებ მოვიდნენ ტიპები რა, სხვადასხვა უბნიდან, სხვადასხვა საერთოდ სხვადასხვა ადამიანები, რაც ყველაზე მთავარი, აი მრავალფეროვნება, რითიც ჩვენ აი მრავალფეროვანი ხალხი. საერთოდ სხვადასხვა. ხო და რა, იცი რა მაინტერესებს, შენ რასაც აღწერე ახლა ლიდერობა? ხო, რაღაც მომენტში არის პასუხისმგებლობა, როცა შენ ვიღაცა უნდა ამითი კარგი გაგებით მოწამლო რა. დაარწმუნო რომ დავეთ რა და გაიყოლო და მოანდომო პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ აიღო პასუხისმგებლობა ყველაზე მათ შორის. და ანუ არ უნდა თან ერთი მომენტია რომ აი მიგზნია რომ ხანდახან აი არ ვარ კარგად და გინახავს გუნდისავე და თან თვითონაც უტეხავს რომ ეს ცუდად არის და რაღაცა ბედურება ხდება და არ შეიძლება არ გაქვს მის მაიდამის ფუნება უფლება რომ იყო მოშვებული და არ არის მარტივი რა. აი რამოდენიმე ბლიცად მინდა გითხო შენ ცხოვრების სფეროები, მე და შენ ხმაინც მუსიკის სამყაროს გარშემო ტრიალებთ, იმიტომ ყველაზე მეტი შენი ქმნილება მანდ არის. მაგრამ მაინც ბლიცად რო გითხო, აი საკუთარ თავთან. აი შენ საკუთარ თავს რო შეხედო. უფრო მეტად შენი თავის ლიდერი ხარ თუ მენეჯერი ხარ? უფრო ალბათ ლიდერი ვიდრე მენეჯერი. მენეჯერიც სადღაც, მაგრამ უფრო ეს რა, ანუ იდეის როგორ თქვა. შენ იდეა ფიგურირებს ლიდერობაში სულ. ხო, აი თითქოს იდეა არის, ხო? იდეა არის ყოველთვის თავარი, ანუ იდეა აი რაღაცის გარშემო უნდა იყოს ეს რა. რაღაცა ენერგია, რაღაცის გენერირება უნდა მოხდეს და რაღაცა ისეთი უნდა იყოს, რომელიც მოგანდომოს. აბა ისე ხო პროსტა ჯას ეხლა ავჯექი და მოდი შენ ესექენი და ესექენი ცოტა მოსაწყენია და სადღაც შემეშლება 100%-იანი და ჯობია რომ სხვამ გააკეთოს ეგ უფრო უფრო გამოცდილმა ადამიანმა შეიძლება და ახალმა ადამიანმა აი ახალ თაობას ეხლა რომ უყურებ ისე აკეთებენ რაღაცებს რა აი მე რომ ვინერვიულებდი 1 საათი რაღაცაზე რომ ესე ბახ ეგრევე პერფექციონისტები არ არიან ნაკლებად არიან თუ უბრალოდ იმპროვიზაციის ტიპები იდეათ რა რაღაცები რაც მე შეიძლება არ დამეკიდებინა იმიტომ რომ მე მეტი სიმძიმე მაქვს
და არ არის საიდან მოდის ეგ სიმძიმე? ნუ დროს ხო იცი აი გაგრო ყუროს ადმედევს და ყავსი რო ედება ყველა ვარიანტში დროს ეს მოაქვს და უნდა გაიწიო და რაღაცნაირად მეტი სიბრცე ხო და შენ დარჩე იქ შეგეძლოს რომ ხავსი დაგედოს და იფიქრო რაღაცაზე ეს ჯობია და სიახლე არის საჭირო ამისთვის რა რაღაცებს უფრო კარგად აკეთებ საჭირო უყურებ ჩვენ პოდკასტს არ დაგავიწყდეს გამოიწერე არხი დაალაიქე დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ იცი რა მითხარი ერთი ეგეთი კითხვა გამიჩნდა აი ფესტივალზე რო გამოდის რომ 4 სტეიჯი იყოს სხვადასხვა მუსიკოსებით სხვადასხვა ადამიანებით, მსმენელით, ჩაცმულობით, ყველაფერს რო გამოდის, ეს სხვადასხვა და ამ სხვადასხვაობაში არის რაღაცა ჰარმონია. ანუ არ ირღვევა ეს ჰარმონია, რომ მე აქ რაღაცა სხვას უსმენ და იგვერდზე ვიღაცა სხვას უსმენს და გადავდივარ და გადმოვდივარ და შემიძლია შევეხო, რამდენიც მინდა გავჩერდე, მოусმინო, მე წამოვიდე ისევ ჩემს სტეიჯში შევუერთდე თითქოს რატო არ გამოგვდის ეგეთი რამე ქვეყანაში? ანუ რატო არ გამოგვდის სხვადასხვა სტეიჯები იყოს, სხვადასხვა მუსიკა უკრავდეს, სხვადასხვა მსმენელი იყოს, მაგრამ ამავე დროს არსებობდეს რაღაც თანაცხოვრება, პატივისცემა ერთმანეთის აზრის და მიმღებლობა იმისი, რომ თუნდაც არ ვეთანხმებით ერთმანეთსთან განსხვავებული აზრი. აი რატო არ გამოგვდის შენი აზრი? რატო გამოდის იქ? ვიცი ზუსტად რატო. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფესტივალს ეგ არის მთავარი ამბავი ფესტივალის მრავალფეროვნება და თანასწორობა. ანუ ფასეულობებია ფესტივალის მრავალფეროვნები და მაგის გარეშე არ შეიძლება მუსიკას ის ვაიბი კონდეს და კრაუდი იყოს ისეთი როგორიც არის. რო ის თავარი დაპირება რომ შეასრულო რომ მუსიკა ან თავისუფლებს, ანუ ეგ არის მუსიკა თავისუფლებს არის ზუსტად ეგ შიგნით ეკდევს. თავისუფლებს იმ შემთხვევაში თუ არის მრავალფეროვნება და თანასწორობა. ჩვენ რომ ვთქვათ სხვა რამეს ვქადაგებდეთ რომ პირიქით აი ის ცუდია და შენ ხარ კარგი. იქ სხვა ენერგეტიკა იქნება, ხო? რასაც მოინდომებ, რაც გინდა, რასაც გჯერავს, რასაც აკეთებ, იმას მოუწოდებ და მოყვება ვიღაცა ან არა. და ფესტივალზე რა ვიცი 15 წელი განმავლობაში მთელი თაობა გაიზარდა და ამით. და ჩვენც რაღაცნაირად სხვადასხვა სცენები, სხვადასხვა მუსიკა და სხვადასხვა ადგილები, რაღაცა ისეთი პატარა ხო რა, რაღაც მინი მოდელი არის, რაღაც სულ ამ ძიანებას ვიძახი რამდენი ხანი იმ საზოგადოების, სადაც გვინდა რომ ვიცხოვოთ იმ ქვეყნის და მინი მოდელია თითქოს რისკენაც მისრა. ხო, ეს არ არის გამონაკლისი, ეს შეიძლება ცხოვრება. ეს არის სრულიად როგორ გითხრა, იმდენად ჩემთვის გასაგები, რომ ეს არის რეალობა. ეს არის რაღაც რო სადღაც ჩავიკეტეთ და ჩვენ ცოტა სხვანაირები ვართ. არა. ესე შეიძლება ცხოვრება. უბრალოდ ჩვენ სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ დაინტერესებული მხარეები არის, რომ სხვა რამეს გადაგებენ. და დიდი ინსტრუმენტები აქვს ამისთვის, ჩვენ ფესტივალი გვაქვს ერთი და აქ ეს რაღაცას ქმნის, რა თქმა უნდა. მაგრამ კიდე არის ბევრი ფესტივალი, აუცილებლად უნდა ვთქვა, არ არის ერთი. ისე ოფენერ ბევრი ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი, სადაც ზუსტად იგივე ვაიბია. იქნება ეს საფესტივალო საკლუბო ცხოვრება და ამით გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა, მართლა გამოირჩევა ამ რეგიონში და არა მარტო. ну არის სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფესტივალო საკლუბო ცხოვრება არის შემოქმედებითი, ანუ აი ესეც უნდა ვთქვათ მუსიკალური იმხელა ის არის პოტენციალი და პროგრამ პატარა ქვეყანაში ყველა ჟანრში ძალიან დიდი და ეს ამის გარეშე არ ვითარდება როგორც აი მცენარე სჭირდება მზე და ჭირდება წყალი ასე ჭირდება ამას ესეთი გარემო სხვა გარემოში ის ყდება და არ ვითარდება რა აი მაგალითად წელს პირველად მოვიდა ეგეთი ტექსტები ნიუქამერებზე სადაც იყო ნახსენები მარო მაყაშვილი ტექსტებში
სადაც იყო ახსენები 9 ვერაფხვახსტავა თუ იადგამსახურდია თუ 9 აპრილი თუ ასე შემდეგ რაღაც პატრიოტული ისინი კაშრაც ადრე არ იყო სახალმა თაობამ გააძრო რა ცოტა ადრე უწყდებოდათ ეგეთი რაღაც ვთქვათ უფრო ისეთი რა სხვა ტრენდი იყო კაი ეგ სხვა თემაა უბრალოდ ეგ არის მთავარი რა თავს დაუბრუნდები თანასწორობა და მრავალფეროვნება და აი აქ საკუთარი თავის მე ჩემთან აი გაზრდა იმიტომ რომ ჩემთვის ეგრე არ იყო მე როდესაც მე ვიყავი პატარა 14-15 სხვა საზოგადოებაში სადაც სხვა ფასეულობები იყო ამისთვის უნდა შენ თავს შეეწინა აღმდეგო რომ რაღაცები შეცვალო თუ ყველა მესე უნდა გააკეთოს ფესტივალი ამას ხელს უწყობს შეიძლება იცი რა გამაგებინე რატო ანუ პირობითად იცი როგორი კითხვა გამიჩნდა 9 აპრილი იმიტომ გამოვიდა რომ ის დასუსტებული იყო უკვე თუ ჩვენ მდგრადად ვიდექით თუ აი რატო როგორც ფენომენი რატო გამოვიდა 9 აპრილი როგორ გონია შენ ბევრი ვერსია ძალიან ერთი და მთავარი ვერსია მე როგორც უბრალოდ სწრაფად თავისუფლებისკენ ხო სუი ან იქ ის რაღაცა ენერგია აფეთქდა რომელიც მანამდე არ ჩანდა ეს სადღაც ქვემოთ მიწის ქვეშ დაედნიშნულობით რა თქმა უნდა და მოძრაობდა სადღაც underground-ში აი მე რომ მახსოვს სანამ დაიწყებოდა 80-იანი წლების ეს ამბავი რაღაც სულ 1-50 კაცის შეკრება რაღაც ორჩონიკიძის ძეგლთან დაიჭირეს ყველა და შემდეგ და უცებ აფეთქდა ეს რა ანუ იყო ანუ ყოველთვის ეს რაღაც არის ვერ გააქრობ რა ანუ ამ იდეას ესე ვერ გააქრობ ერთი ადამიანის თუ არის დარჩენილი ეს იდეა არსებობს ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობდა სხვათა შორის მე მგონი დედა ტერეზას ეკუთვნის ეს ფრაზა რომ მე არ გამოვალ მანიფესტაციაზე ომის წინააღმდეგ მაგრამ ყოველთვის გამოვალ მანიფესტაციაზე მშვიდობისკენ რაღაცა კუთხით ნუ ეგ დედა ტერაზე იყო და მისი მაგრამ მე მინდა ეგ მეტაფორა ეგ ფრაზა გამოვიყენო ერთი რაღაცა არჩევ ჩვენ რეალურად ადამიანები მე მიყვარს მასების თეორიების განხილვა მქონია მასთან რაღაცნაირი შეხება და ადამიანები ერთიანდებიან ორ შემთხვევაში ესე ვთქვათ მასლოუს პირამიდას ჭრილში რო შევხედოთ ერთი არის როდესაც შევიკრიბოთ რო გადავრჩეთ ეს არის ყველაზე ბაზისური შეკრება ხო ინსტინქტი შეკრების ჩვენ შევიკრიბეთ ეს ისტორიულად ტომებად ну ოჯახები შეიკრა ტომები შეიკრა მე რაღაცა სოფლებად მე ქალაქებად მე ქვეყნებად და მოკლედ ევოლუციური ესეთი გზა იყო და მაინც მამოძრავებელი მან ინსტინქტი არის მოდი გავერთიანდეთ მტრის წინა ანუ საფრთხის წინა რადგან ეს არის საბაზისო შეკრება შესაბამისად პოლიტექნოლოგია და ბევრი სხვა ტექნოლოგია ავტომატურად ტერი მტრის ხატი შემოტანა თუ არის დავაშენო ზემოდან თუ არ არის შევქმნა გავაჩინო ბევრი სხვადასხვა საფრთხე იმისათვის რომ შიშმა მიმაკედლოს რაღაცასთან მოდი ესე ვთქვათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი манипуляციური ხერხი მეორე ნაწილი შეკრების არის მოდი შევიკრიბოთ იმისათვის რომ რაღაცა შევქმნათ ან შევცვალოთ უკეთესობისკენ ანუ შეკრება არა იმიტომ გავერთიანდეთ რომ გვეშინია და ერთად უფრო მეტად გადავწევთ რაღაცა შევცვალოთ რაღაცა გავაუმჯობესოთ ეს სამყარო გავაშვენიეროთ რაღაცა კარგი მაგალითია მაგაზე მადლობა სალომე ასათიანს შესანიშნავი პოდკასტისთვის ასევე აქვე სხვა პოდკასტში ამერიკის ისტორიაზე იყო სადაც დამფუძნებელი მამები რაღაც დამფუძნებელ ძმებად გადაკეთდა ბოლო რაღაც ისტორიულ ნაშრომში ეხლანდელა ეს სამბოლო წლების იქ არის ერთი მომენტი რომ ოთახში იკრიბებიან უბრალოდ ტიპები არ ნობელს რაღაცა არანაირი წარმომავლობით და იმით გამორჩეულები კი არა უბრალოდ ტიპები გადაწყვეტენ რომ ესე უნდა იყოს ჩაკეტავენ ოთახს მიიღებენ იმასაც მიიღებენ და იმ მომენტში ეს ადამიანები ამზად არიან სიკვდილისთვის ისტორიულად ეგრეა რომ ბრიტანეთი დაასჯის ამის გამო და დარწმუნებულები არიან რომ დაისჯებიან ამის გამო მაგრამ მიდიან ამას და ამას მოყვება ისაც მოყვება ამერიკა ან თავისი ფასეულობებით რაც აქვს ადამიანის
ასე ვთქვათ, უფლებებისა და ადამიანის, ასე ვთქვათ, თავისუფლების აღიარებით, ასე ვთქვათ, ინდივიდის. ეს ტიპები მახრეს ბოლო აი რამდენია. აი, წამყვანი იყო იქ რაღაც 10-15 კაცი მე დანარჩენი. და მოვისმინე, უბრალოდ არ წამიკითხავს, მოვისმინე ეს ძალიან კარგად თვითონ ავტორიც ამ წიგნის ყვება და ამ შემდეგ 45 წუთი იყო. აი ეგ მომენტი. ეგ ხო არ არის მარტო ზე გამახსენდა, მოდი რამე შევცვალოთ. მოდი რამე გავაკეთოთ. რომ რაღაცის საფუძველი შეიქმნას, რომ ეს არ იყოს მარტო გადარჩენა. რომ გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ სად ცხოვრობ, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ, რა ფასეულობებით ხარ და საერთოდ რა გარემოში ხარ, ამას ხო აქ ადამიანისთვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ სხვანაირად არ განვითარება, არ ხდება რაღაც სიახლე არ არის და ასე ვთქვათ, წინ ვერ მიდიხარ რა. ეგეთი გადაწყვეტილებები არის მნიშვნელოვანი. ეხლა ისტორიული ერთ-ერთი მაგალითია, ბევრი იქნება ეგეთი რა. ეხლა ეგრევე გამახსენებთ, რომ ბოლო დროს სულ მახსენდება ეს ამბავი, რამდენად შესაძლებელია შეცვალო მაგრამ სოფლის ისტორია თუნდაც რაღაც მომენტში რაღაც გადაწყვეტილება. ცალსახად და ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი როლი აქვს და ტოვებს თავის კვალს. მაგრამ ერთი რაღაცას ვიტყვი, მაინც შემოვიდა აქ, აი მუსიკა ჩემთვის ფესტივალი იქნება, ეს კონცერტი იქნება თუ რაღაცა იქნება, არის ზუსტად ნუ ხა კონცერტი ცოტა სხვა რამეა, ფესტივალი უფრო იდეოლოგიური პროდუქტია ჩემთვის ვიდრე კონცერტი. თუმცა კონცერტი შეიძლება იდეოლოგიური ნაწილია, კონცერტი ფესტივალი. მე მაგალითად არ ვიცი, მე ხა ბონოს კონცერტზე რო ვიყავი, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპიჩი მოარტყა კონცერტზე. გააჩერა კონცერტი, თქვა თავის პოზიცია და გააგრძელა. ანუ რაღაცნაირი ის იყო და ის იყო ეკრანიანი 360 ტურზე ვიყავი ბერლინში. ოკეი. მაგარია. სასწაული კონცერტი იყო და on შუა კონცერტზე ჩვეულებრივად თავისი პოზიცია დააფიქსირა, რაღაცებთან გააგრძელა, ანუ ისეთი მომენტი იყო, თან ბონო ისე გამოირჩევა, ისე თავის აქტიურობით გამოირჩევა საკმაოდ. ხო და რას ვამბობდი, რომ აი ეს რომ ჩვენ შევიკრიბოთ იმისთვის, რომ რაღაცა შევქნათ, რაღაცა გავაკეთოთ, არის მაღალი რეგისტრის შეკრება. იმ ქვეყანაში, სინამდვილეში, სადაც სიღარიბე დომინირებს, შიშის დომინაცია უფრო ადვილია. ანუ შესაბამისად, იმიტომ რომ მართვადია. კი ბატონო. მართვადია და შესაბამისად, მე სადღაც კვლევა წავიკითხე, ბაჭკო, სადაც პირდაპირ იყო მითითებული დემოკრატიის ხარისხი გადამული ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, რომ არ არის დაბალ ეკონომიკურ კეთილდღეობაში ვერ მკვიდრდება მაღალი ხარისხის დემოკრატია, სულ რო გინდოდეს. ანუ არ მუშაობს ეს ორი ნაზავი ერთმანეთთან. შესაბამისად, ეგ რო არ მუშაობს, ძალიან ადვილი არის ხელისუფლისთვის წაუცდეს ხელი იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში ისედაც არ მოდის, სადღაც თქვას შენ თქმის არ იყოს გააბრალოს თავის თავში რო თქვი, რომ რა ვიცი, ამის დრო არ ამახდა. რა ვქნა ეხლა მე და მიიტაცო ხელისუფლება, აი ძალიან ადვილია ეგ და ძალიან ადვილია უზურპაცია ხელისუფლების, ძალიან ადვილია შეზღუდო რაღაცეები და თან გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი არის დიადი იმითი აქვია, მიზნით. როგორი ნაცნობი ისტორია, რამდენ რომანშია, რამდენ რამეში არის, რა ვიცი. არის რომ იმიტომ ადამიანია. იმდენ რამეში არ ვიცი, დაწყებული ჩიპოლინოდან დამთავრებული პატრიარქის შემოდგომამდე, ანუ ორი სხვადასხვა ნაწარმოებია, მაგრამ ერთ და იგივე ამბავია. ეგ ლუპში, ეგ არის, ანუ როდესაც გინდა რომ ადამიანები რაღაც ლუპში დატოვო, რაღაც ლუპში, სადაც აი უბრალოდ ესე არიან და მე მარტივია რა. როდესაც ადამიანი ლუპშია და ფიქრის, ანუ ამაზე მისაშუალება არ აქვს, რომ იფიქროს რაღაც ჩვენაც ვლაპარაკობთ, თქვათ, რაღაც მარტო გადარჩენის ლუპშია. შიში მანიპულირება რაღაცა დრის ხატიც. ძალიან მარტივია. არა, თან ეხლა მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ კონტექსტის უწყობს ხელს. ხა იმენი რაღაცა ხდება, იმენ რამე დაფრინავს აერში. ხო, კონტექსტი რა თქმა უნდა უწყობს ხელს, უწყობს ხელს, მაგრამ ეს როგორ ისეთი კარგი
ყალიბი და სკრუპულოზური ნამუშევარია. არ არის ეს ერთი დღის და არა თავისთავად რა. მე მინდა თემას დაუბრუნდე. კი ბატონო. აი მენეჯმენტის და ლიდერობის. მე ხა გეტყვი, ახლა ცოტა პაუზა ავიღე, მე შენს ახსენე და მგონია ერთ ნაწილში ჩემი და შენი აზრი ემთხვევა. ჩემთვის ლიდერობა არის, როდესაც უზენაესი ავტორიტეტი არის იდეა. ამ იდეას ემსახურება ლიდერი კი ბატონო. და ამ იდეას ემსახურება გარემო, რომელსაც ეს ლიდერი ქმნის. ეს გარემო შეიძლება იყოს კომპანია, შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს ქვეყანა, შეიძლება იყოს ფესტივალი და შეიძლება ფეხბურთის. შეიძლება ფეხბურთის გუნდი. ანუ არაფერი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კონკრეტული მაგალითებია, მაგრამ იდეა არის და ჩვენ კიდე ერთი მნიშვნელოვანი და არა პერსონა. და არა პერსონა. იდეა. ხო, იდეა. ხო და ნახე, იქ უკვე ლიდერობაში ჩვენ თანაბარი შესაძლებლობის ტიპები ვართ, რომ ამ იდეას მემსახუროთ. კი ბატონო. ანუ მე სინამდვილეში ჩემი პაგონი მანდ უბრალოდ პასუხისგებლობის ამსახველია. დიახ. ანუ იმიტომ რომ ყველას სჭირდება თავის პასუხისგებლობა, მენეჯერია, პროექტ მენეჯერია, კომერციული დირექტორი, ყველას თავისი ლოგისტიკა, ყველას თავის პასუხისგებლობა. მაგრამ იდეა რომ გაბატონებული, მოდი ესე დავარქვათ, არის იდეასთან მიმართებაში ჩვენ აღარა გვაქვს, ან თანაბარი შესაძლებლობა გვაქვს, რაც ჩემი აზრით პოზიციური სხვაობა ვისაპაგონი აკრია, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ რამენერ, როგორ თქვა, დომინაციაში ვართ ერთმანეთთან იდეასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, აი ზუსტად ეგ არის თან ძალიან რთული და ძალიან მარტივი. იმიტომ რომ ხშირად აი მთავარი არის თქვა ფესტივალის შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში განგინდა ფეხბურთის გუნდი იყოს. თუ იმ ფასეულობებს ასაც ქადაგებ შენ შიგნით მაგ ფასეულობების რეალურად არ ცხოვრობ, ეს არის თანასწორობა მრავალფეროვნება და ასე შემდეგ. ეგ პროცესი სიტყვა, ანუ იქ თუ იწყება სხვა ახალ დაგრჩება შენ ფესტივალში. სხვა დვიჟენია, ასე ვთქვათ, სხვა რაღაცა. იაჩოჩე, მე უფრო ისა ვარ, შენ უფრო ისა ხარ. დამთავრებული გაქვს. ანუ DNM-ია ფესტივალის, ხო, შეიძლება იქ ხო, ამ შემთხვევაში აი რაღაც მქონია რაღაცნაირი ლექცია კი რაღაც შეხვედრები სხვადასხვა სკოლის სტუდენტებთან ამ ფესტივალზე გვილაპარაკე და გვითამაშია რომ აი ხა ფესტივალს ვაკეთებ და რა ბლოკებია და რა უნდა ვქნათ და ხო აი რა უნდა ფესტივალზე. ყოველთვის ის ქონდა და ცოტა აი შეიძლება ესეთი იდეალისტური ანუ არდისფერი სათვალეო ვიღაცა იტყვის, მაგრამ რო დაამთავრებ რაღაცას რაც არ უნდა იკამათო, ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს. ჩხუბი კი არის დაუშვებელი და ეხა ყველა ეს დაფრინავს და ესე არა რაღაცები ხდება, მაგრამ სიყვარული უნდა დარჩეს ეს ადამიანთან ვისაც რაღაცას აკეთებ და აი ზუსტად ეგ ის არის რაღაც იდეის გარშემო გაერთიანებული რა უნდა გიყვარდეს ის მასაც უნდა უყარ როგორც მინიმუმ პატივისცემა უნდა გქონდეს ერთმანეთს გიხაროდეს ერთად ყოფნა ეგ არის მთავარი ამბავი მაგას რომ ამთავრებ მაგას თუ ვერ ინარჩუნებ ესე იგი რაღაცა უნდა შეცვალო იმიტომ რომ შენ რაღაცების გადაგება უფლება არ გაქვს თუ შენ თვითონ ვერ აკეთებ ამას რა ამიტომ იყავი ის, რასაც ქადაგებ. ბოლო-ბოლო მაქამდე არის რა. ანუ იმიტომ რომ არ შეიძლება ხო ამას უწოდებდი ადამიანს. და შენ თვითონ არ გქონდეს ეს და ძალიან რთულია მაგ დროს მაგის შენარჩუნება, იმიტომ რომ მე ეგეთი რამე სამწუხაროდ შემიმჩნევია, რომ პირიქით როცა გასაქანს აძლევან რაღაც ესეთი ხდება რა. რაღაც ბალანსი ირღვევა ხოლმე სადღაც და ეს მე არ როგორ გითხრა, არ მწავს არც შემიძლია რაღაც მათრახის და იმის რო აი შენ აქ ხარ ქვემოთ ხარ და მე ზემოთ ვარ ამისი ანჯერა გუნდურობაში ამაშინ ვერ თამაშობ აი მაგალითად ჩემი საყვარელი მწვრთნელი არის გვარდიოლა რა ვერ თამაშობ ვერ ითამაშებ იმას რა თუ ისე არ გამოვა ეგ თამაში ან გუნდში თუ რაღაცა დაძაბულობა და ეგ თუ არ მოხსენი მწვრთნელი მაგისთვის არის რომ რაღაც ერთ გასახდელში კარგი პონტი იყოს გასახდელში უნდა იყოს გასახდელში ცუდი ვაიბი თუ არის კაი თამაში არ გამოდის იგივეა რა ყველაზე მარტივი ჩემთვის ფეხბურთით ახსნა არის ხოლმე და
რაღაც პრობლემების შემთხვევაში გამოსულა ეგეთი იმის ესე მიყურებს რატოს ფეგბურთი იმიტომ აი ესეთი მეტაფორა მარტივად ახსნადი ჩემთვის რა როცა უყურებ მოედანს რომ ყველას თავისი ისა აქვს და კიდე არის მეორე მომენტი აი მე ვარ საქართველოს რო თქვი აი ეგ ძალიან კარგი ის მე ჩემსას ვაკეთებ და შენსასაც გავაკეთებ ანუ შენთანაც ვარ ანუ გუნდი ეგ არის რომ მე რაღაცას ჩემ თავს უნდა ვაჯობო და მარტო აქ კი არ ვარ ჩემ ზონაში გინდა საფეხბურთო კუთხით შეხედე რომ მერვე ზონაში ჩაკეტილ მე მეცხრე ზონას და პირველი ზონაც მეხება რა ანუ ტოტალური ფეხბურთი მე ისიც მეხება თუ შევძლებ მე უნდა ჩემ თავს ვაჯობო რომ გავაკეთო ესეც და შენც დაგეხმარო და ესე უნდა იყოს ყველა და ეს ამ ბალანსის გარეშე არ არსებობს მე თუ ჩემ თავზე ვფიქრობ და ჩემი ეგო არის აი მე რომ ნახე მერვე ზონაში ყველაფერი საკაიფოდ ქენი და ამან ნახე მეორეში რეები აკეთა ბიჭო всё აღარ არის გუნდი აღარ არის შედეგი აღარ არის არაფერი თუ არ არის ეგეთი აზროვნება და ეგეთ შეხედულება მინდა შევეხო მენეჯმენტს ოღონდ ადამიანების მენეჯმენტს გულისხმობ ხა ფულის მენეჯმენტი და მარაგების მენეჯმენტი სხვა რამეა რა ჩემთვის და დროის მენეჯმენტის კიდე ზეთი ადამიანების მენეჯმენტში მე ვხედავ განსხვავებით იმისა რომ აი ლიდერობაში თუ თავარი თემა არის იდეა და ჩვენ ყველანი იდეის ავტორიტეტზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში და არა ადამიანის მენეჯმენტში არის ჩემთვის კლასიკურად უკვე ადამიანის ავტორიტეტი ანუ მე გეუბნები რა უნდა გააკეთო ანუ მენეჯმენტი უკვე ადამიანის მენეჯმენტი ჩემთვის დობის მომენტი დადის დობა ხშირად ეს მენეჯმენტი სად იწყება, სად თავდება, სად იწყება მერე მიკრომენეჯმენტი რა კაცმა არის ის. ანუ და ყველაზე მთავარი რაც არის რა, ჩემთვის მენეჯმენტში არის, აი მენეჯმენტი არის ჩემთვის სტადიეს გააკეთე. მე გეტყვი როგორ გააკეთო, შენ სტადიეს გააკეთე. ლიდერობა არის შენ როგორ ფიქრობ, როგორ ჯობია რომ ეს გავაკეთე. აი თითქოს ორი ძალიან რადიკალურად შავ-თეთრად გამომდის რა, მაგრამ შუაში არის ძალიან ბევრი როგორ თქვა, ძალიან ბევრი ფერები შუაში კიდე ამის ვერსიები, ხო? მან არის ერთი მომენტი. შენ როგორ ფიქრობ? აი ზუსტად მუსიკაზე რას თქვი იგივე აქვს. სულ ერთია რა, ანუ რაღაცას ვაკეთებთ ერთად. ჩემი აზრით კი, ნდობა და ის უნდა იყოს აუცილებლად, რომ აი წადი ეს გააკეთე კი არა, აი ეს მიზანი გვაქვს. ამის მიღწევა გვინდა. ამის მიღწევა გვინდა და მოდი წადი გააკეთე. და მე შენ გენდობი. აი იქ ადამიანს რო უყურებ, რომ აი როგორ არის ქართულად ეგ სიტყვა არ მინდა რომ სულად თქვა ეგ სამას გან აი რო ყველაფერს რა და ანუ როგორ აზარჩი თუ არ არის ეგ არის მან თავისუფლება უნდა მიცე შეცდომისაც ყველაფრის შეცდომა ყველას მოგდის და მოსულა რა აი დაკიდება არ მოსულა აი ხო გავაკეთებ რა აი აქედან აქამდე ამას ვიზამ ვეღარ всё ამ შენ ნელა მოიფიქრე რატო ამოგივიდე ეს კითხვა დღეს არ ვიცი ხო ეს είναι ფიქრობ რატო არა უნდა ამოსულიყო რა ეგრე ამოვიღე ეგ ამოსულიყო მე ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ეხლა რაღაცნაირი ესეთი პერიოდია რა მნიშვნელოვანი გადაწყობის შენთვის კი და რაღაცების გადაფასების ასევე მაგრამ არც ერთი ფასეულობაში ან რაღაცში არ მგონია რომ რამე უნდა შეცვალოს ადამიანმა ან მე პირიქით აი ესას თქვი ადამიანის თავისუფლება აი გუნდურობაში ერთად ძალიან რთული ბალანსი არის ეს აი ეგოებით დავიწყეთ ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული მაგრამ თუ ადამიანს იდეა გითხრა აფრთიანებს თუ რაღაც იდეას მოყავს ენერგიაზე და ჯერავს ამის და გენდობა ის თუ გენდობა შენც უნდა ენდო სხვანაირად არ გამოდის რა მე შენ არ გენდობი და შენ მენდობი არ მუშაობს მე გენდობი და მოდი აი ეს მიზანი გვაქვს რა კონკრეტული ამოცანა გვაქვს რომ ეს გააკეთო რა იმას ეგრევე ხვდები რა ისე ფეხბურთზე გადავალ, აუ ეს მაგარი ტიპია რა. ანუ ამას ეს მაგარი ტიპია. აი ეს იulis და ამას უნდა მიცე
ის არა ქვია რა, გასახენ და კიდე მეტი დავალება და კიდე მეტი თავისუფლება რა. მანდ ეგ მოთამაშეებით, ასე ვთქვათ, გუნდის წევრები მანდ იმაშვებიან, ხვდები როგორ, ანუ რა ადარდებს, ანუ თავი ადარდებს ამაში პირველ რიგში თუ საერთო შედეგი. როცა ცნობილი ის არის გამოთქმარი მისი ხა ბოდიში პარალელისტვის, მაგრამ კოსტავასი რა გიყვარს ეროვნულ მოძრაობას შენი თავი თუ თვითონ მოძრაობა, რა მნიშვნელობა აქვს, რას არ უნდა აკეთებდე, ანუ ეგ არის რა არის შენთვის თავარი მანდ. ანუ ეგ შედეგი, ეგ იდეა, შედეგზე ორიენტირება ხო იდეის გამოხდება. იდეა, ხო, იდეის ხო, ნუ რაღაცა გაქვს мотиваცია, ამ შემთხვევაში ფინანსური мотиваცია ყველაფერი ეს ერთობლიობაშია რა. მაგრამ აი ამას კიდე თვალებში ეგ თუ არა აქ აი არჩევ ერთი ფოტო მახსოვს აზიარებული თქვენ სულ ყველამ დიდი ოჯახი დავარქვი ესე გადაიღეთ სელფი სადღაც იყავით კონცერტზე თუ სადღაც იყავით შენ ნინი გვანც აი ყველა ერთად რო აქციაზე ვიქნებოდით სამშობლოდ ხო და ეგ ფოტო იყო და რაღაცნაირი ჰარმონია მომეჩვენა მან რაღაცნაირი როგორ შეგეხნა გარემო სადაც შენი არსებული პარტნიორი, ყოფილი პარტნიორი, რომელთანაც შვილები გყავს, როგორ შერწყით ეს რაღაცნაირად, ამაში რა ლიდერობა დაგეხმარა თუ მენეჯმენტი და რომელმა იდეა? მარტო არ შევძელი, ანუ შევძელით უფრო გუნდმა შევძელით, ბევრი რაღაც გავიარეთ, კარგის და ბევრი ცუდის და ანუ ყველაფერი უნდა, მან ყველაფერი უნდა ღიად ყველაფერი დაჭდე, ყველაფერი უნდა გაახსნა. ყველაფერს თუ არ გახსნი ვერ. რას გულისხმობ? შიგნით რაც გაქვს. უნდა გახსნა ყოველგვარი გარეშე და უნდა გაიარო რაღაცები, არ არის მარტივი, მტკივნეული არ რთულია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უნდა გაიარო. მაგას თუ არ გაივლი და ყველა მოჩვენებით იქნება რაღაცები და არ არის ტიპი, არ არის ეგრე, რომ ან მივახციე რაღაცაზე მურჩა, ანუ ეს ყოველდღიურობაში კიდე ყოველთვის ეს არის, რა ქვია რა, საფიქრანია მაგაზე, მაგრამ აი ეგ რაღაც მომენტია, რომ ურთიერთობებში და ეგეთ რაღაც რაღაცეებში არის გახსნილობა სრული საჭირო, არაფერი არ უნდა რაღაცნაირად არაფერი არ უნდა დაიტოვო შიგნით, რაც გაქვს სათქმელი ან მოსათქმელი რა. რაც თერაპიაც არის და აუცილებელია რაღაცა ცხოვრების რაღაც პრობლემა აუცილებელი ამბავია და ეს რაღაცნაირად გავიარეთ და ამან მოგცა მაგის საშუალება ის რომ ძალიან მიხარია რომ ჩვენ შვილები რომლებიც უკვე ესე მომიხსენიებენ ხოლმე აი ამის მამა რაღაცა ამის უკვე ისინი იყვნენ წინა პლანზე და გარდა მაგისა ესეთი ნორმალურ გარემოში რა ნორმალურ გარემოში იყვნენ რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად იგივეა კონდეთ თავისუფლება და სრული მხარდაჭერა თავისუფლება და ის რომ აი რაღაცნაირად რაღაცის გარშემო იდეის თუ ასე რაღაცას მიუძღვნან თავი და აკეთონ, იმიტომ რომ აი და თავის ჯეროდეთ რა ეგ არის მშობლების გასაკეთებელი რომ აი ეგ იყოს აუცილებლად და მგონი რაღაცნაირად კი მე ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ გამოგვივიდა და ესენი შეთემი არიან რა მარიამის ალექსანდრისა თან ერთად გაიზარდნენ მართ და ლაზარე ანუ ეგ ფუფუნება აქვთ მათ რომ ერთმანეთი ყავთ და ძმები არიან და რაღაცნაირად კარგი თაობაა რა ძალიან მაგარი თაობაა აი ეხა ჩვენ ჩემ ტვირს დაატარებენ მართალი რო გითხრა ანუ რაღაც ამბავში უკვე რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობებიც აქვთ, ანუ გაგებად ფასეულობები. ანუ გზნობა გააქვს უკვე რომ ესტაფეტის გაგრძელება, ეს ანუ ესენი უკვე აუცილებელია ეს რომ მოხდეს, რომ ჩვენ გავხდეთ ვიღაცის მამები. და ხო სადაც ნათქვამია რომ ის ურჩევნია მამულსა და ყველაფერი ძალიან მოფისლან ისეთი მარტივია, მაგრამ ეს არის რაღაც გზა. და შეიძლება ეს იწყებოდეს ფეხბურთის ერთად ყურებიდან, ან სადღაც ერთად ყოფნიდან, ან რაღაცა უბრალოდ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ მაინც მშობელი ყოველთვის თავს იმეშვება რა, რაღაცნაირად როგორ ვთქვა,
ადანაშაულებს თავს იდანაშაულებ ყოველთვის. არის ეგ მომენტი, ხო? როდესაც რაღაც ისეთი პასუხისმგებლობა აი რა ესე ვერ გავაკეთე, ისე ვერ გავაკეთე და ასე შემდეგ. ეგ არასდროს არ მთავრდება რა. ეგ ყოველთვის არის, მაგრამ ამათ რო ვუყურებ, ძალიან მაგრები არიან რა, ძალიან მაგრები არიან და უნდა მიუშვა რა. და გაცილებით კარგად გააკეთებენ რაღაცას, ვიდრე გავაკეთებ. გაცილებით. აი შეუდარებლად კარგად. არჩო, მინდა მწვანე ოთახის პროექტსაც შევეხო. აი, სულ დესერტად დავიტოვე რა, დესერტად დავიტოვე და პირველი თქვა მაგ შენთან ესეთი, რომ აი მწვანე ოთახში რა იყო იდეა, ანუ რა იყო ეს მამოძრავებელი იდეა და ლიდერობა თვითონ მწვანე ოთახის, აი რის გარშემო შემოშეიქმნა ეს კოლექტივი და გეტყვი, ან მწვანე ოთახის ანუ მწვანე ოთახი ესე არსებობდა როგორც აი ფიზიკური ოთახი, მაგრამ ბენდჯერ არ იყო, უბრალოდ რაღაც მომენტში მე ძალიან ნიერი ადამიანი ვარ იმით, რომ მქონდა იმის ფუფუნება ანუ მისხოვდა ხელს ოჯახი და ყველა რომ აი 96-ში თუ რამდენჯერ სადღაც პირველი ბენდი Generals-ი გავიარეთ ლევან ბარათაშვილთან, ალეკოს ლუკიძე, ბაჭიჭინაძესთან ერთად ძალიან მაგარი პერიოდი ირაკლი ბერიძესთან, აი ეს პირველი ბენდის სიხარული და პირველი რაღაცა სიმღერების დაწერის ამბავი და მე უბრალოდ რაღაც აი ჯაზის აკადემია იყო, იქ მქონდა ფუფუნება მთელი დღე, მქონდა მუსიკასთან შევხებლობა და სხვადასხვა ადამიანებთან ერთად დამეკრა და ასე შემდეგ. რაღაც მომენტში მე მუსიკალურ ან კიდე ინფორმაციას ახალს იღებ და ახალ რაღაცებს. მე უცებ მივხვდი რა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. და სადღაც უნდა წავიღო ეს, ან მინდა რომ გადმოვცე, იმიტომ რომ მანამდეც გამოცდილება მქონდა ანუ songwriting-ის წერის და მქონდა მაგის პრობლემა და თანამოაზრეს ვეძებდი და აი ძალიან გამიმართლა რომ უცებ ჩემ ცხოვრებაში მოხდა ბექა ჯაფარიძის შუკვანი, ანუ სრულიად გენიალური ადამიანი, მუსიკალურად და თანამოაზრე, იმიტომ რომ აი რომ მოვისმინე რაღაცას უკრავდა და ჩემს პატარა არის 10 წლით, 8 წლით, განსხვავება საკმაოდ დიდი იყო. და ეგრევე ვუთხარი, რომ საიდან იცი ესენი და თან ისეთი მაშინის პერიოდი ჰიპ-ჰოპში უფრო იყო და ძალიან გრუვი და ბასი და ყური, აბსოლუტური სმენა, ჰარმონია, ყველაფერი რა და საიდან იცი ესენი თქო და თქვენ გისმენდითო პეტიციებს ვთქვი, ყოველ გადაირი და ჩვენ ვისმენთ, ანუ რაღაც წილად რაღაც უკრავდით ბებილას. და როგორ დაიწყო მწვანე ოთახის ზუსტად ვიცი, აი ზუსტად. ოთახი, სარეპეტიციო, მე ვუთხარი რომ ბენდს ვაკეთებ, მოდი. და პირველი იყო გერშვინის Summertime, რაც გვაქვს ალბომში და ეწყება. Is Summertime, ხო ეწყება. Is Summertime, მეორე აკორდი რაც ბექა მაიღო მაშინ. ერქონა დაგეგმილი რომ ეს ყოფილიო. ანუ ორიგინალი თქვა ლაში იწყებ ხო და მეორე აკორდი უნდა იყოს რაც არის გერშვინში. სხვა აკორდი ის რა იყო, აი გასაგები იყო რაც მოხდებოდა ჩვენ კოლაბორაციის ამბავში. და ეგრევე არის მისები დავწერე 3 წუთში, 5 წუთში. დამარტივად სახლში რაღაც წიკ-წიკ, ანუ შეუერთებო გიტარა და მოდი ეს მოგროვდა ეს ტრეკები, თქვა არც ვიცოდით მისები რომ მაშინ ჩვენ რაღაცა ეს იყო. რაღაც ტრეკები გქონდა, რაც გქონდა სიმღერები მოვიტანე ბექან და დავამუშავეთ ეს და მე უცებ რა დავარქვი მწვანე ოთახი, იცი როგორ რაღაც ერთ ტრეკს წერდით ერთი რა ვიცი 3 თვე რაღაცა მაინდა-მაინც იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, აზზე არ ვართ, ანუ პროდიუსერები არ ვართ, ჯერ ეგ გამოცდილება არ გვაქვს და რაღაცაზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც გონია რომ მნიშვნელოვანია და რადიოში უნდა წავიდეს უკვე და სახელი არ აქვს ბენდს რა და ვივართ კიბეებზე მახსოვს შეისაბამი ეს ყველაზე მურწალია ბენდის სახელი, მწვანე ოთახი გამახსენდა და ვთქვი და აუ რა კაია გავუშვით, აი ეს უცებ არანაირი ყოველგვარი რაღაცა წინასწარი რაღაც ფიქრის გარეშე. შესაბამისად მე იქაც გაგვიმართლა. მე გადაცემა გქონდა ნატამაღობებს რაღაც კურიერში მივედით დაუკარით და ქართულ ჩანწერებში მივედით, სადაც ნიაზია გამოუშვა ალბომი, ირაკლი წერდა ჩარკვიანი და უცებ მივიღეთ შემოთავაზება, რომ იქ მიხდნენ ეთყობა, რომ ეგ რამოდენიმე ტრეკი ძალიან ისეთი შეიძლება ყოფილიყო და 9 თვე მუშაობდით ალბომზე
და მისები უნდა გადავიღოს და ჩვენ სხვა რაღაც გვინდოდა, აი აქ გაგნებაში ავიყავით. ეგ მაინტერესებს ზუსტად კითხვა მაქვს შენთან. მე ბევრი მაქვს ხა ინტერვიუ წაკითხული ჯგუფების სოლისტების ინტერვიუებისაც. შეიძლება ახსენებენ, მე მახსოვს იმას. ჯეიმს ბრაუნი რა feel good-ი რო არ იმღერა და გადახტა იმასში ლაგუნაში და ახალგამელაკი რო გადახტა მის მოსაყვანო. გადახვაკი. ხახსოვს ეგ იყო და ყველა რო ელოდებოდა საბოლოო ჯამში გენიოსი იყო ხა არ ვიცი ხა და სტილის ხო მათანა სასწაული იყო და ამ დროს და რომ მუსიკოსებს ხშირად ჰიტები არ უყვართ თავისი და ძალიან ბევრი ტრეკი რომელიც თვითონ უყვართ თავის შემოქმედებაში კივილით უდგებიან, იმიტომ რომ ის ტრეკები თვლიან რომ არ იყო ის შესაბამისად დაფასებული და ხალხს უფრო მარტივი რაღაცა მოსწონებია. ანუ აი ესეთი რაღაცა არის. იყო რაღაცა თქვენ ეგეთი? ჩვენ გვაქვს ბედნიერება რომ თან მუსიკოსები, თან პროდიუსერებიც გავხდით და აი სხვადასხვა წერტილიდან შეგვიძლია დავინახოთ ჩვენ. საინტერესო პერსპექტივა. პროდიუსერი ისე ვერ გახდები მაგას თუ არ აკეთებ. თუ სხვა პერსპექტივა. შენი თავიც უნდა დაინახო. და ეხა იმ მომენტში ჩვენ ვიყავით just არტისტები და რაღაც ერთი ტრეკი გქონდა რომელიც აი იმას просто შანსი არ ქონდა რა არანაირი რო ყოფილიყო ან ჰიტი ან რაღაც და შენ სხვა რამე გინდა იმ მომენტში ისევ ეგო იქ რაღაცას უკრავ გინდა რომ ეს ანახო ეს ვიცი ის ვიცი ხდები ან მუსიკალურად იქ რაღაცა იქ ჯაზია იქ შმაზია ასე შემდეგ რა სხვა რაღაც მოტივატორები არიცი ამ დროს როცა გეუბნები ხალხო ეს არის ჰიტი ანუ ეს მან სწავლობ მაგას რომ ხვდები რომ ეგეა სწორია კი ყველაზე ნაკლებად გიყვარს ჰიტი იმიტომ რომ იმის ტყვეხთები და რაღაცნაირი მსმენელს ყოველთვის ის გონი ფოკუსი არა უნდა ის გონი ხარ შეიძლება სხვაგან იყო იმ მომენტში 63 წელი გავიდა ხო და ის გონი ხარ და აი ეგ არის ხოლმე პრობლემა რომ იდენტიფიცირებას აკეთებს იმ ტრეკს მაგრამ it's okay იმიტომ რომ ნუ შენია ბოლო რა და ის რო აი ის სიმღერა დაუფასებელია და მოდი და ფასებინე რა რაღაცა ყოველთვის უსწრებს ხო თქვით რომ ყველაფერი ჰიტი ვერ იქნება სადღაც ლაივში რაღაცა დრაივერი ისეთი და მნიშვნელოვანი დრამატურგიულად ტრეკი რომელიც შეიძლება ისე წაიღოს იმ ლაივზე რომ განსაკუთრებულად აი ხა მახსოვს ბოლოს ლაივ რაც ქონდა და საბედნიეროდ ნიუ-იორკში ქონდა შესანიშნავი ლაივი იყო ძალიან მაგარი სვენელი იყო პატარა კლუბი რაღაცა აი რაღაცა ძალიან რას არელოდები თქვა რა ანუ რაღაც ტრეკზე იმდენად მიჩვეული ხარ შენ ასე რომ აი ახალ მსმენელს სხვანაირად ესმის რა შეიძლება ეგეთი რამე მაგრამ აი ეგ ისევ ვუბრუნდებით რომ სხვადასხვა წერტილიდან დანახვა მნიშვნელოვანია რომ მიხვდეს შეაფასო რა უნდა გამოწიო წინ რა იქნება უფრო ისა მთელი საქმისთვის მნიშვნელოვანი და არა ის რომ შენ იქ რაღაც ისეთ რაღაცას მღერიან უკრავ რომ გინდა ვიღაცას ანახო რა მოისმეს ის ხალხი იმას არჩო სუმინდა მეკითხა ფეხბურთის მეტაფორაში ფეხბურთელის კარიერა თავდება რაღაც ფიზიკური შესაძლებლობები და ასაკით სად თავდება ჯგუფის კარიერა ხო ჯგუფის კარიერა ალბათ თავდება იქ სადაც აი რაღაც ეს ენერგეტიკა ეს ვაიბი აღარ არის რაღაცნაირი აი და ყველა მაინც ფიქრობს რომ მოდი მე ჩემ რაღაცას გავაკეთებ. ჩვენ შემთხვევაში მაინც ეს კლასიკური ბენდი არისო, იმიტომ რომ მაინც იცვლებოდა შემდგომ თავარი, აი მე და ბექა რამდენად გვექნებოდა კიდე სრული ერთად ყოფნის რა. და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ განცაც გამოჩენით რაღაცას ავიდან დაიბადა ეს პროექტი, იმიტომ არ ვუკრავდით ამ მწვანე ოთახს, ჩვენ სხვა პროექტებს ვუკრავდით რაღაცებს, საერთოდ რა მოიტანა განსამ? აი იმის კომპლექსი, ახლა თუცებ მოგვინდა ამის დაკვრა ისევ. და ახალი ჟღერადობა იყო რა. ფერები დაამატა? კი, ანუ როგორც ტემბრალურად, ასევე ცოტა გადაფასება იმის, ცოტა სხვანაირად გაკეთება და ცოტა უფრო გამოცდილად შეხედვა რაღაცეების რა. ნუ კი მე პანდემია დაგვემთხვა და რაღაც ყველაფერი აგვერია.
მაგრამ ყველაფერი უბრალოდ ხას პაუზა იყო. ძალიან თურმე აი 20 წელი იყო გასული. ხო, 20 წელი, ხო, სადღაც კი 18 წელი მინიმუმ რო არ ქონდა დაკრული დაუბრუნდით ამ პირველ პროექტს და თურმე ხალხი პატარებმა იციან, დიდებმა ის ყველა მისის რაღაცნაირად, ანუ ეს იყო ცეთი ახალი მისი როგორ გითხრა, ბიძგი რა. და ამას ისევ სიყვარული ედო საფუძვლად. ისევ და ისევ რა, რომელიც რაღაცნაირად გათავისუფლებს შენ თავში მეტ წმენა გაქვს და გიხარია რაღაცების კეთება რა, ანუ ეგ ყოველთვის ძრავი ეგ არის რა, მაგის აი არის მთავარი ოდიშით, მაგრამ ბენზინი რა, რაღაცნაირად. ეხლა მე მინდა დაგისვა კითხვა, როგორც საქართველოს, თანამედროვე საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ამორჩეულ ლიდერს. ფესტივალის დამფუძნებელ ჯგუფი, ბევრი პროექტები გაქვთ. რა არის ის საქართველოს იდეა, რომლისთვისაც იბრძვი და იღწვი? ისევ და ისევ ის რაც ხდება ჩვენს გარშემო, აი მრავალფეროვნება, თანასწორობა, თავისუფლება. აი ეს რაც იყომდე, რაც არის ეხლა და რაც იქნება თავისუფლება. თავისუფლება, რომელიც ითარგმნება ეს ადამიანის თავისუფლება ამის გარეშე თუ არ აღიარებ თანასწორობას, არ იღებ მრავალფეროვნებას, თავისუფლება წარმოუდგენელი რამე რა. ესე იგი სხვადასხვანაირად გვესმის მე და შეიძლება სხვას თავისუფლება. აი ეს, აი რაც თქვი, აი ეს მოდელი ხო შეიძლება ეგრე ვიცხოვროთ. ეს არ არის უტოპია. ეს არ არის რაღაც წარმოუდგენელი რამე, ეს შესაძლებელია. და ამას ჩვენ ვამტკიცებთ ყოველ წელს. და ეს არის შესაძლებელი. უბრალოდ ამის საშუალება უნდა მოგვეცეს. ხო, თავია ეგ ამბავი. არჩევ, მადლობა ამ საუბრისთვის, ამ დიალოგისთვის, მოგზაურობისთვის. მე ხოდი ეს იყო მოგზაურობა რაღაცნაირი ჩვენ სამყაროებში და მინდა მაინც კითხო, ხა რო გამოცდილება რო გაიარე და ეს პოდკასტი რო გაიგერა არის, ვის მოსმენა გესიამოვნებოდა, ვის მოსმენდი ამ პოდკასტში? ყველას ვეკითხები, ვინმე ხო არ მოგდის თავში, ვისი მოსმენა, როგორც სტუმრის იქნებოდა შენთვის საინტერესო. ხო, არ მიფიქრი ამაზე, ეხლა ერთი სამწუხარო რამე გამახსენდა ძალიან დადაწავიდა დადიანი რა. ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საეტაპო მუსიკოსი ქართულ მუსიკალურ რეალობაში. და აი ეს ადამიანები, ვისაც აქვთ ეგ ინფორმაცია რა ხდებოდა 90-იანებში და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი მახსენავს ლაშა გაბუნია, რომელიც დაატარებს ამ ინფორმაციას. რაღაცნაირად განსაკუთრებულ მოусმენდი. მუსიკასთან დაკავშირებით, იმ პერიოდთან დაკავშირებით, სადაც მე პატარა ვიყავი და უთეს რაღაც ინსპირაცია იყო. ერთ-ერთ მუსიკას ეხება, თუ მუსიკას ეხება. არ არის აუცილებელი მუსიკა იყოს, მაგრამ უბრალოდ ეგ გამახსენდა, ეხლა უბრალოდ აი ესე გამახსენდა და წამოიღო და ეს თორე ძალიან ბევრს, აი მაგალითად სალომე ვახსენე, დიდი სიამოვნებით სალომეს მოსმენდი, ისე მიყვარს მისი მოსმენა პრინციპში ძალიან ბევრს. მაგრამ ეს გამახსენდა. ლაშა და სალომე გამახსენდა. მადლობა. მადლობა არჩევ, მადლობა. დიდი მადლობა შენ. უბრალოდ მინდა რა ვქნა, იცი შევამოწმოს, სულ ესენი ხო არ წერილში. აი ეს რანაირად ამოვიღეს სამოსიფურცლი. არა, ხო, რა თქმა უნდა, არა, ეგ არის ხო, შენ ამომიღო კრეატიულობა შემოქმედებით. ანუ ძალიან წამოიღო მეორე სერიაში. მოთმინება, ოკეი. მაგრამ ესე იგი ეს უნდა ამომიღო. კი, ეს უნდა. ეს ხო ის მენეჯმენტი ის წაიღე, ის შემიძლია, ოკეი. ეს მიგაგშე. თან ანუ არჩება. ყვითელი როგორც გაფრთხილება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მართლა დიდი მადლობა ამ კომფორტისთვის, იმისთვის რომ შესაძლებელი ესე
თავისუფლად ილაპარაკო თან შენთან განსაკუთრებით ძალიან სასიამოვნო ამბავი და აკაი საუნდია. მადლობა ყველას, ვინც მიღმა და ვინც ამას ყველაფერს აკეთებ. ძალიან მნიშვნელოვან ამბავს აკეთებ ამით და მერწ ყველას რაღაცა რაც გამოგვდის, ის უნდა ვაკეთოთ, რომ წამწიოთ ეს ქვეყანა წინ. ვიღაცას გამოზდის მუსიკა, ვიღაცას გამოზდის ლექსი, ვიღაცას გამოზდის პოდკასტი, ვიღაცას მათემატიკა. ყველა რაღაცნაირად წამწიოთ ეს ქვეყანა წინ. მეგობრებო, მადლობა გუნდს, რომელიც წერს ახლა იქ იწერს პოდკასტს და ყველაფერში მეხმარება. პოდკასტი მოვიტანოთ ხარისხიანად თქვენამდე. და მადლობა თავისთავად მსმენელს და მაყურებელს, რომ თქვენი ცხოვრების ძვირფასი დრო გვაჩუქეთ. და მოგვისმინეთ და იგება რაღაცა შეგეხმიანათ, რაღაცა შთაგაგონათ, რაღაცამ დაგაინტერესათ, რაღაცა მოგეწონათ. მადლობა დიდი, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. ადამიანებენ სურათებს ოთახია. სვანია ოთახი. ესა ხო? დავაცე. სკიტერი დავაცე. ხო, ისეთ პერიოდში. მოდი გადაგვიღეს ფოტოები.